საღამოშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. ევროპარლამენტმა დღეს საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო. ტექსტი კიდევ უფრო მკაცრი და კონკრეტულია, ვიდრე ეს წინა დოკუმენტებში გვინახავს. შავით თეთრზე 490 ევროპარლამენტარის მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციაში წერია, რომ ევროპარლამენტი გმობს ქართული ოცნების ხელმძღვანელობით დე-ფაქტო საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის მიერ პოლიტიკური ოპონენტების უკანონო დევნას. უმკაცრესად გმობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას და სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დაკავებას და გასამართლებას და ამ პირებს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს. რეზოლუციაში ასევე წერია, რომ 2025 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები, ასე ვთქვათ, ჩატარდება გაუარესებულ სამართლებრივ გარემოში, რაც გამოწვეულია 2024 წლის დეკემბერში საქართველოს ორგანულ კანონსა და საარჩევნო კოდექსში ახალი ცვლილებების მიღებით და ქართული რეჟიმის მიერ პოლიტიკური რეპრესიებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნის გაძლიერებით. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობების გათვალისწინებით მუნიციპალური არჩევნები უზარმაზარ გამოწვევებს უქმნის ნებისმიერ პოტენციურ მონაწილეს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან კონკურენციას ელის და რომ გარდა ამისა თვითგამოცხადებული ხელისუფლება ასეთ მონაწილეობას ახალ სტატუს-კვოს აღიარებად გამოიყენებს. ევროპარლამენტარების უმეტესობას მიაჩნია, რომ ეს მომავალი არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი. თუ დაპატიმრებული და დაკავებული პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები არ გათავისუფლებიან და არჩევნები არ ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში. ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით შეიძლება, რომელიც მომდევნო რამდენიმე თვეში უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში. ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია ასევე იმეორებს მანამდე არაერთხელ გაჟღერებულ მოწოდებას სასანქციო ღონისძიებების გატარების თაობას და მოუწოდებს ევროკავშირს სხვა, ასე ვთქვათ, იურისდიქციებთან, კერძოდ გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით გაყინოს ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების ფინანსური აქტივები. დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს ორმხრივად და კოორდინირებულად დააწესონ პერსონალური სანქციები ქართული ოცნების ძირითადი პოლიტიკური ლიდერების, თანამდებობის პირებისა და რეჟიმის ხელშემწყობი პირების მიმართ ბიზნესში, მედიაში, სასამართლო სისტემაში, სამართალდამცავ ორგანოებსა და საარჩევნო კომისიაში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე. ასევე მოუწოდებს, რომ სანქციები გავრცელდეს საშუალო და დაბალი დონის საჯარო მოხელებზე. ეს იყო ძირითადი, ასე ვთქვათ, ნაწილი, მაგრამ არასრული რეზოლუციისა, რომელიც როგორც უკვე გითხარით, 490 ევროპარლამენტარის მხარდაჭერით იყო მიღებული. სხვა შორის სალომე ზურაბიშვილის საკუთარი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2 დღის წინ უნდა გაესაჯაროებინა, თუმცა მაშინ ჩვენ მოვისმინეთ, რომ მეხუთე პრეზიდენტმა გარკვეული, ასე ვთქვათ, დრო აიღო, პაუზა აიღო, მცირეხნიანი და როგორც ჩანს, ძალიან კეთილგონივრული ნაბიჯი იყო, დაელოდა ევროპარლამენტის ამ რეზოლუციას, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა და დღეს გაცხადებული პოზიციით ვიგებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ უჭერს მხარს. ის ამბობს, რომ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია არ გვაწყობს, არც ბოიკოტის, მეტიც სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი
მითი, ის ასევე საუბრობს, რომ ეს იყო ქართული ოცნების შემოგდებული თემა, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა და როგორც ჩანს, პარტიებმა, რომლებმაც უკვე საჯაროდ ღიად დააფიქსირეს და ბოლო იყო ლელო, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, უბრალოდ კოალიცია ძლიერი საქართველო, რომელმაც რამდენიმე დღის წინ 5 ივლისს, როგორც გვახსოვს, საჯაროდ დააფიქსირა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ მათი ორი ლიდერი საპატიმროში იმყოფება და ამას ძალიან მწვავე კრიტიკა მოყვა მათი კოლეგა ოპოზიციონერების მხრიდან, სალომე ზურაბიშვილი, როგორც აღმოჩნდა, არც ბოიკოტის მომხრეა, არც არჩევნების მომხრეა. ის ამბობს, რომ ეს არის მითი, შემოგდებული თემა და ისინი, ვინც არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს, სწორედ აი ამ ქართული ოცნების მიერ შემოგდებული თემას აყვნენ. შეიძლება ასე ითქვათ, ნებსი თუ ნებლეთ ეს თვითონ ამომრჩეველმა მოსახლეობამ, მათმა მხარდამჭერებმა გადაწყვიტონ. სალომე ზურაბიშვილს სხვა გეგმა აქვს, ამაზე ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ, თუმცა ძალიან საინტერესოა ერთის მხრივ ევროპარლამენტის აი ამ რეზოლუციის შემდეგ, სადაც პირდაპირ არის მოწოდება, რომ არ შეიძლება ამ არჩევნებში მონაწილეობა. სალომე ზურაბიშვილის აი ამ გაცხადებული პოზიციის შემდეგ შეიცვლიან თუ არა საკუთარ პოზიციას, ან რა, ასე ვთქვათ, განცხადებას გააკეთებენ ის პოლიტიკური კოალიციები, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა უკვე გაცხადებული აქვთ საჯაროდ. სხვა შორის დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი უნდა ყოფილიყო ალიკო ელისაშვილი, ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ერთ-ერთი ისეთი გულმხურვალე მხარდამჭერი ამ ადგილობრივ არჩევნებისა. აი კადრში ხედავთ, მისი სავარძელი არის თავისუფალი, ცარიელია. გადაცემის დაწყებამდე ფაქტობრივად 1 საათი ადრე გავიგეთ, რომ სტუმარი ჩაგვეხსნა. ეს არ იყო მისი გადაწყვეტილება, ეს არის კოალიციის გადაწყვეტილება. აქ ამ შემთხვევაში შეიძლება ორი ვარიანტი არსებობს. ან უბრალოდ ევროკავშირის ეს განცხადება, ევროპარლამენტის უпростоრეთ ეს განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ არავითარ შემთხვევაში ამ არჩევნებში მონაწილეობა არ შეიძლება, ეს ლეგიტიმაციას მისცემს ხელისუფლებას, შემდეგ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას რაღაცნაირად მათთვის უროს ჩარტყმის ეფექტი ჰქონდა და ჯერ უბრალოდ არ იციან რა უპასუხონ ან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, რომელსაც ერთადერთ ლეგიტიმურ ასე ვთქვათ სახელისუფლებო პირად აცხადებენ ქვეყანაში, ან არ იციან რა უპასუხონ ევროპარლამენტს 490 ევროპარლამენტარს იმაზე, რომ რატომ მიდიან ასეთ უსამართლო პოლიტიკურ ბრძოლაში, ან უბრალოდ არც ისე მყარი ყოფილა მათი გადაწყვეტილება, მათ შორის დიდი ქალაქების ქართული ოცნებისთვის გამოგლეჯვის თაობაზე, როგორც ამაში ჩვენ გვარწმუნებდნენ. მე უბრალოდ მინდა ჩვენ ამ უხერხულობიდან როგორღაც გამოვედით, რომელიც გადაცემამდე 1 საათი ადრე სტუმრის ჩახსნით შეგვიქმნეს. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ უხერხულობიდან თავადაც გამოვლენ ასე მარტივად ამომრჩევლის წინაშე, რომელთანაც დღეს თუ არა ხვალ მაინც მოუწევთ აუცილებლად პასუხის გაცემას და ასეთ სიცარიელეს არ ვიხელავთ ვიდრე არჩევნებამდე. ჩვენ კი ვიწყებთ გადაცემას და მივესალმებით ჩვენს პირველ სტუმარს, გიორგი მელაშვილი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი უნდა შემოგვიერთდეს. გიორგი, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი პირველ რიგში დავიწყოთ ევროპარლამენტის რეზოლუციით. რეზოლუცია ძალიან მძიმეა, თუმცა არის აქ ახალი ჩანაწერები, აბსოლუტურად ახალი შინაარსის მქონე. პირდაპირ არის ნათქვამი, რომ არავითარ შემთხვევაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ იქნება სწორი პოლიტიკური ნაბიჯი, რადგან ეს ლეგიტიმაციას შესძენს ქართულ ოცნებას. თქვენ როგორ ფიქრობთ, ევროპარლამენტის რეზოლუციის ეს ჩანაწერი იქონიებს თუ არა გავლენას იმ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებაზე, რომლებსაც არათუ გადაწყვეტილი აქვს უკვე ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, არამედ მერობის კანდიდატებსაც კი ეძებენ სულ ცოტა საქართველოს დიდ ქალაქებში. გამარჯობა, მივესალმები მაყურებელს, მადლობა. რაც შეეხება პარტიების გადაწყვეტილებებს, წესი და რიგით ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიციას მათთვის უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა და მათ უნდა კარგად გაიაზრონ ამ ბრძოლაში, ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობას მოაქვს თუ არა დადებითი გავლენა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ოქტომბრის არჩევნები იყო გაყალბებული,
თუ არის საუბარი იმაზე, რომ ამ არჩევნების შედეგად მოხდა არნახული ელექტორალური манипуляციები. ამ შემთხვევაში რა შეიცვალა უკეთესობისკენ, ან რა გარანტიები აქვს პოლიტიკურ პარტიებს, რომ ეს აღარ მოხდება ერთის მხრივ, ან მეორეს მხრივ, რატომ გონიათ, რომ ამ არჩევნებში, ამ პროცესში შესვლით შეიძლება შეიცვალოს საქართველოში არსებული პოლიტიკური რეჟიმი უკეთესობისკენ. ჯერჯერობით ამის არანაირი ინდიკაცია ჩვენ არ გვაქვს. პოლიტიკური პარტიების ლიდერები არიან პატიმრობაში, პოლიტიკური პატიმრები ასევე არიან ციხეებში და ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ გაუმჯობესებას. პირიქით, ისევე როგორც ამ რეზოლუციაში არის სხვა შორის ხაზგასმული, მკვეთრად არის გაუარესებული არჩევნებზე დასაკვირვებელი გარემო, ანუ ფაქტობრივად დამკვირვებლები ვეღარ შეასრულებენ საკუთარ ფუნქციებს და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ის შემთხვევა, როდესაც მამაკაცი დაიჭირეს ქალის პირადობით, თუ სწორად მახსოვს კასპის მუნიციპალიტეტში და ასეთი შემთხვევები, რაც პირდაპირ მიუთითებდა და მიანიშნებდა манипуляციებს პირადობების მოწმობებით. უბრალოდ ვეღარ დავიჭერთ, ვეღარ იქნება ეს ყველაფერი ასახული და ამ პირობებში რატომ გონიათ? რატომ გონიათ, ანუ მათი ასე ვთქვათ мотиваცია, ხომ, არგუმენტები თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია, ვგულისხმობ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე პოლიტიკურ პარტიებს, მაგრამ ახლა როგორც ვხედავთ, ერთზე მეტი მიზეზი აქვთ მათ კიდევ ერთხელ გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებას. რადგან დღეს ჯერჯერობით მათგან პასუხი არ მოგვისმენია და გარკვეული ასე ვთქვათ პაუზა აიღეს, ფაქტია, ხომ? მე როგორც ვთქვი, ჩემს ეთერში უნდა ყოფილიყო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც დიდი ეროვნული შერიგებისკენ მოუწოდა სხვა კოლეგა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ვისთანაც მანამდე გარკვეული პოლიტიკური დაპირისპირება ჰქონდა და ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ 5 დღეც არ გასულა, რაც საჯაროდ გააკეთა ძლიერმა საქართველომ განაცხადი იმის შესახებ, რომ მიდიან ამ თუნდაც უსამართლო პოლიტიკურ ბრძოლაში, იმიტომ რომ დიდ ქალაქებში მაინც აქვთ გამარჯვების იმედი. ამ ეტაპზე როგორც ჩანს, სათქმელი არაფერი აქვს. თუ მათი პოზიცია არის მტკიცე და ურყევი, ანუ არჩევნებთან დაკავშირებით, მაშინ რა პრობლემაა გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ ან მარტივად წავიდოდნენ თუნდაც ევროპარლამენტის ამ რეზოლუციის წინააღმდეგ, ამ ნაწილის წინააღმდეგ და საკუთარი არგუმენტებით დაასაბუთებდნენ, ან სალომე ზურაბიშვილს უპასუხებდნენ. ანუ როგორ ფიქრობთ, აი ამ ორი განსხვავებული პოზიციის, ერთი საერთაშორისო, მეორეს წინააღმდეგობის პლატფორმის დონეზე მოუწევთ თუ არა მათ კიდევ ერთხელ გადახედონ საკუთარ პოზიციას არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე. გაქვთ ამის მოლოდინი, რომ შეცვლიან ამ პოზიციას მარტივად? ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საკითხში თავიდანვე იყო ერთიანობა. როგორც მონაწილეობას, ასევე არ მონაწილეობას აქვს თავისი პლუსები და აქვს თავისი მინუსები. მთავარი რისი პასუხისგებლობაც, ვალდებულებაც კი მე ვიტყოდი, ქონდა პოლიტიკურ სპექტრს, ეს არის ერთიან პოზიციაზე, ერთიან სტრატეგიაზე შეჯერება. ფაქტია, რომ ამ ერთიან სტრატეგიაზე შეჯერება სამწუხაროდ ვერ მოხერხდა და აქედან გამომდინარე ჩვენ ვართ ზუსტად გაცილებით უარეს სიტუაციაში დღეს, ვიდრე იქნებოდა ან ერთი გადაწყვეტილება ყველა ძირითადი პოლიტიკური მოთამაშის მიერ, ან მეორე. პრეზიდენტმა ძალიან ნათლად ისაუბრა ერთიანობის აუცილებლობაზე, სალომე ზურაბიშვილი არაერთხელ ცდილობდა სხვადასხვა ერთიანობის კონფიგურაციების მხარდაჭერას. იმედი მაქვს, რომ ეს გაგრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიები გაიაზრებენ საკუთარ პასუხისგებლობას ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე, ამ შემთხვევაში მე იმედი მაქვს, რომ ისინი მოახერხებენ კონსოლიდირებულ ერთიან სტრატეგიაზე შეჯერებას. ეს სტრატეგია შეიძლება იყოს მონაწილეობა, შეიძლება იყოს არ მონაწილეობა. აქ მნიშვნელოვანი არის არა იმდენად ეს კითხვა. ეს კითხვა არის მეორე ხარისხოვანი. პირველხარისხოვანი საკითხი არის ერთიანი სტრატეგია. კი ბატონო. გიორგი, მე ვთქვი, რომ ალბათ თქო სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებას ლელოსთვის და გახარია საქართველოსთვის რაღაცნაირად უროს ჩარტყმის ეფექტი ჰქონდა. ნამდვილად არ ვამბობ გადაჭარბებით, შემეძლო მეთქვა მაგალითად ცივი შხაპის, მაგრამ მგონია, რომ გაცილებით უფრო ძლიერი, ასე ვთქვათ,
ემოციური შოკი განიცადეს, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ძლიერი საქართველოს იდეაც იყო, ხო, ერთ-ერთი ვერსია, რომ სალომე ზურაბიშვილი ყოფილიყო თბილისის მერობის კანდიდატი. ამ დროს სალომე ზურაბიშვილი გამოდის და პირდაპირ ამბობს, რომ არც არჩევნებს ემხრობა, რადგან ვერ ხედავს ვერანაირის პერსპექტივას და სხვათა შორის ამბობს, რომ ბოიკოტიც არის დამარცხების გზა. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ამის შემდეგ? შეძლებს სალომე ზურაბიშვილი როგორც ამბობს, ისევ გააცოცხლოს წინააღმდეგობის პლატფორმა თუ მაგალითად ორად გაყოფილი ოპოზიციის ნაცვლად ახლა რაც გვაქვს სახეზე ერთნი ბოიკოტის მომხრენი და მეორენი ასე ვთქვათ არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადმყოფნი ვიხილავთ კიდევ მესამე ნაწილს სალომე ზურაბიშვილს მის გარშემო მის თანამოაზრეებს რომელსაც სულ სხვა მესამე გზა აქვს ამ შემთხვევაში მესამე გზა მიაჩნია რეალურად წარმატების გზად აი ამ პოლიტიკურ კრიზისში. პრინციპში მე მგონი ჩვენ უკვე პირველი გზაც ვსადეთ, მეორე გზაც და მესამე გზაც, ამიტომ არაფერი ახალი არ მგონია რომ იყოს. თუმცა კიდევ ერთხელ ზოგადად სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციის ალტერნატივას მე ამ ეტაპზე სიმართლე გითხრათ ვერ ვხედავ. სალომე ზურაბიშვილს აქვს გარკვეული ლეგიტიმაცია, რომელიც არ არის ულიმიტო, რა თქმა უნდა, მას აქვს თავისი შეზღუდვები, თუმცა ის რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, როგორც დასავლეთში, ასევე საქართველოში, ზურაბიშვილი რჩებოდა ერთადერთ ადამიანად, ვისაც დასავლეთი დღეს ელაპარაკება და ვინც შეიძლება იყოს აღქმული როგორც მისაღები მათთვის პარტნიორი, ამ ყველაფერს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ის რომ აქამდე ეს კონსოლიდაცია ვერ მოხერხდა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი პოლიტიკური სპექტრის პრობლემებზე და იმაზე, რომ ქართული ოცნება მანამდე გააგრძელებს დაშალე და იბატონე პოლიტიკას, მანამ სანამ ოპოზიცია მას ამაში ხელს შეუწყობს. აქედან გამომდინარე, მესამე გზა იქნება თუ მეორე გზა, რაც გინდა დავარქვათ, ერთადერთი სწორი გზა არის კონსოლიდირებული საერთო სტრატეგია. ეს სტრატეგია არ უნდა ნიშნავდეს მაინც და მაინც არის ერთი ნომრის ირგვლივ გაერთიანებას, ან ერთი საარჩევნო სუბიექტად ჩამოყალიბება. შეიძლება პარტიებმა საკუთარი იდენტობები შეინარჩუნონ, პირიქით ეს უკეთესი არის, რადგან მოხერხდება უფრო მეტი ელექტორალური სეგმენტის დაფარვა, მაგრამ აუცილებელია რომ ეს ხდებოდეს საერთო სტრატეგიის ფარგლებში. საერთო სტრატეგია თუ შემუშავდება, მანდ უკვე მეორე ხარისხოვანი არის, კიდევ ერთხელ გამეორდები, მიიღებენ მონაწილეობას თუ არა. ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევის მოგვარების და დამარცხების და რეჟიმის და დამარცხების ერთადერთი გზა გადის ოპოზიციური სპექტრის. ეს არის პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოება, ყველა დემოკრატიული ძალა, მათ შორის ბიზნესის ერთიანობაში და სხვა შორის ბიზნესი რახან ვახსენეთ. ამ რეზოლუციაში იყო ნახსენები, მაგალითად ძალიან მტკივნეული თემა, რომელიც აქამდე ნახსენები არ ყოფილა საქართველოსთან მიმართებით. ეს არის SWIFT. SWIFT, რომელიც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს უბრალოდ მოიკვეთება ყველა ეროვნული ბანკის განცხადებად ნახეთ გიორგი ამ რეზოლუციის საპასუხოდ რომ არანაირი საფუძველი იმისა რომ საქართველოს კომერციული ბანკები აი ამ საერთაშორისო გადახდის სისტემიდან გათიშონ არ არსებობს. საფუძველი არანაირი არ არსებობს SWIFT-დან ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის ასეთი ეროვნული ბანკის განცხადება. ეს განცხადება და სიმართლე გითხრათ გამეცინა, იმიტომ რომ ეროვნული ბანკი ცდილობს რომ ტექნიკური დეტალებით დატვირთოს საკუთარ მკითხველი და მაყურებელი და ამავდროულად არ ამბობენ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე, იმაზე რომ SWIFT-ისგან გათიშვა არ არის ტექნიკური გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და იმ შემთხვევაში თუ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თავისუფლად შეიძლება ქვეყანა გამოეთიშოს SWIFT-ს. ზუსტად ეგ მოხდა რუსეთში, ზუსტად ეს მოხდა ბელარუსში. თუ ვინმეს გონია რომ რუსული ბანკები არ ღვევდნენ SWIFT-ის ტექნიკურ მოთხოვნებს, შეიძლება ეს შემთხვევები მცირე რაოდენობით იყო, მაგრამ არანაირი ტექნიკური ვალდებულება, საჭიროება ან ხარვეზები არ ქონიათ ისეთი, რაც გამოიწვევდა SWIFT-ის გათიშვას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ გავმიჩნოთ ერთმანეთისგან პოლიტიკური და ტექნიკური. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი აპელირებს ტექნიკურ კრიტერიუმებზე, რაზეც მეც ვეთანხმები, რომ ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვხედავთ ამ აუცილებლობას, მაგრამ ამის გარდა არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება და რადგანაც
ევროპარლამენტმა ეს გააჟღერა, სავარაუდოდ გარკვეული კომუნიკაცია ასევე იყო ევროკომისიასთან, არ მგონია რომ ეს რეზოლუცია გასული იყო კომისიასთან კომუნიკაციის გარეშე და რადგანაც ეს იყო ნახსენები, ჯერ ეს იქნება სერიოზული გამაფრთხილებელი ნიშანი ყველა ინვესტორისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც საქართველოში არა მარტო აპირებს მომავალში ინვესტიციის ჩადებას, არამედ ვისაც ახლაც აქვს. ასე რომ ეს არის ძალიან სახიფათო და ბიზნესმენები და ბიზნესი ჩემზე გაცილებით კარგად ხვდებიან, რას ნიშნავს SWIFT-ისგან გათიშვა. კი ბატონო, და ბოლოს მინდა აუცილებლად ერთი რამ დავაზუსტო თქვენთან, ან თქვენ ამბობთ, რომ იგივე ევროკომისიასთან კომუნიკაციის და კონსულტაციების გარეშე ასეთი ჩანაწერი SWIFT-თან დაკავშირებით არ გაჩნდებოდა. იმიჩნდება ლოგიკური შეკითხვა, ალბათ არც არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების გარეშე არ გაჩნდებოდა, ხო, რეზოლუციაში ჩანაწერი, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მუნიციპალური არჩევნები უზარმაზარ გამოწვევებს უქმნის ნებისმიერ პოტენციურ მონაწილეს და თვით გამოცხადებული ხელისუფლება ასეთ მონაწილეობას ახალი სტატუს-კვოს აღიარებად გამოიყენებს. თუ ასეთი კონსულტაციები იყო, თუ მაგალითად ევროპარლამენტარებმა, ვინც საქართველოს საკითხებზე მუშაობს და ძირითადად არის წამყვანი ამ თემის, ხომ? ევროპარლამენტში ურჩიეს ძლიერ საქართველოს ურჩიეს გახარიას პარტიას, რომ არ შესულიყვნენ აი ამ პოლიტიკურ თამაში ქართულ ოცნებასთან. აი როგორ ფიქრობთ, რატომ არ მოახდინეს მათ, რატომ არ გადახედეს საკუთარ, ასე ვთქვათ, ჩვენებას, მიმდინარე ჩვენებას? მოდით, ესე იგი, ევროპარლამენტში გადაწყვეტილება მიიღება პოლიტიკური ოჯახების მიერ. პოლიტიკური ოჯახის წევრები საქართველოში, ლეილო მაგალითად არის ევროპის განახლების პოლიტიკური ოჯახის წევრი და ევროპის განახლებამ Renew Europe-მა ALDE-სთან ერთად, რომლის წევრი არის ლეილო, მან დაუჭირა მხარე ამ რეზოლუციას. გახარიას შემთხვევაში, გახარია ჯერ არ არის არც ერთი ევროპული პოლიტიკური ოჯახის წევრი, მაგრამ მას ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს ევროპელ სოციალისტებთან და როგორც ჩანს, გარკვეული კომუნიკაცია ახლახან როგორც მახსოვს ბერლინში ჰქონდა მათთან შეხვედრები, არსებობს. შესაბამისად, როგორც სოციალისტების პოლიტიკურმა ოჯახმა, ასევე ALDE-s პოლიტიკურმა ოჯახმა ორივემ დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას. შესაბამისად, ნებისმიერი კონსულტაციები თუ არსებობდა და მე ვარაუდობ, რომ შეიძლება ყოფილიყო, რა თქმა უნდა, იყო როგორც ლელოსთან, ასევე გახარიას პარტიასთან, თუმცა როგორც ჩანს, მათ ვერ გადაწონეს საკუთარ პოლიტიკურ ოჯახებში, ან სხვა პარტიები, ეხლა ლელოს გარდა ALDE-ში არის კიდევ რამდენიმე პარტია, გირჩი, დროა, სტრატეგია აღმაშენებელი, და როგორც ჩანს, ამ პარტიების პოზიცია უფრო მისაღები აღმოჩნდა მათივე ევროპელი პარტნიორებისთვის, ვიდრე ამ პარტიების. ანუ ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ისინი უბრალოდ საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე დარჩებიან? ეს ნიშნავს ამას და მათი პარტნიორობა, პოლიტიკური პარტნიორობა იგივე ევროპელ სოციალისტებთან დაკავშირებით შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს? იქონიებს ეს გავლენას? იმ შემთხვევაში შეიძლება იქონიოს, თუმცა ამ ეტაპზე არ ამგონია. რეზოლუციის ტექსტი უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ქართულ ოცნებას, ქართული ოცნების მიერ გაუარესებულ საარჩევნო გარემოს, ვიდრე ამ კონკრეტული პარტიების გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა და უფრო მეტი მოთხოვნა იქნება ქართული ოცნებისადმი, ვიდრე იმ კონკრეტული პარტიებისადმი. კი ბატონო, მადლობა გიორგი მელაშვილს, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა, როგორც არჩევნებში მონაწილეობის გეგმაზე, ასევე ბოიკოტის სტრატეგიაზე. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ თუ ქვეყანაში ვინმე სჯერა, რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი და არჩევნების თემა შემოგდებულია ქართული ოცნების მიერ იმისთვის, რომ დააპირისპიროს და გახლიჩოს ოპოზიცია, დააპირისპიროს მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ასევე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში შედეგიც მიღწეულია და აღნიშნავს, რომ ჩვენ ვართ აბსურდის თეატრში და ყველა თამაშობს თავის
როლსო. ანუ როგორც ჩანს, როლური თამაშები გადანაწილებულია მათ შორის ოპოზიციაშიც. ამასთან ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარდება და დასძენს ასევე, რომ ბოლომდე არ მივალთ და არ მიიყვანს ხალხი ამ არჩევნების მის, რაც ბუნებრივი აჩენს დამატებით შეკითხვებს, რა არის სალომე ზურაბიშვილის ასეთი დამაჯერებლობის მიზეზი, როდესაც ის მუდმივად თითქმის ყველა საჯარო გამოსვლაში საუბრობს იმაზე, რომ აუცილებლად ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები და მხოლოდ შემდეგ შეიძლება უკვე საუბარი ადგილობრივ არჩევნებზე. ერთიც უნდა ითქვას, ასევე სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ ვიდეო მიმართვაში აბსურდს უწოდებს ბოიკოტის კამპანიასაც და აცხადებს, რომ მისი გაყალბება კიდევ უფრო მარტივად არის შესაძლებელი, რადგან შიშის, ფულის და მუქარის პირობებში ადამიანების არჩევნებამდე მიყვანა შეიძლება და დიქტატორულ რეჟიმებში სწორედ ასე მთავრდება ბოიკოტის კამპანიებიო. ვანო წერეთელი კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი არის ჩვენი გადაცემის სტუმარი. ბატონო, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში მაინტერესებს თქვენ როგორც ბოიკოტის მხარდამჭერს, რამდენად იზიარებთ სალომე ზურაბიშვილის შიშს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია, ასე ვთქვათ, ბოიკოტმაც არ გაამართლოს და ქართულმა ოცნებამ შიშით, ფულით და მუქარით არჩევნებამდე მიიყვანოს ხალხი, შემდეგ უკვე ბოიკოტის მონაწილეები, ასე ვთქვათ, ბოიკოტი დაითვალოს, თავები დაითვალოს და ასე მოახდინოს რაღაცნაირად გაუფასურება მთელი ამ პროცესის. იზიარებთ თუ არა სალომე ზურაბიშვილის ამ შიშებს და ხედვას ბოიკოტთან დაკავშირებით, რომელიც აბსურდს უწოდებს ამ ყველაფერს. მოგესალმებით, მეგობრებო, მივესალმები ტელემაყურებელს. პირველი რაც აუცილებლად უნდა ითქვას, დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ თანმიმდევრულობამ, პრინციპულობამ და ართანამშრომლობამ გამოიღო თავის შედეგი, როგორც საშინაო, ისე საგარეო თვალსაზრისით. რაც შეეხება იმას, რაზედაც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, ეს არის ართანამშრომლობა. როგორ შეიძლება ბოიკოტი იყო იმასთან, რაც არ არსებობს. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ჩვენ მას ვუწოდებთ რუსულ ფარს. ის რაც რუსულია და რუსული რეჟიმის მიერ დაფუძნებული საქართველოში არ შეიძლება რომ იყოს მისაღები. ამიტომაც ვამბობთ, რომ ის პოზიცია რაც ჩვენ გვაქვს, ამას ეწოდება ართანამშრომლობა და რეჟიმთან კოჰაბიტაციაში შეიძლება ასე თქვათ შესვლა. ამაზეა საუბარი ჩვენ, ამას საუბრობთ. ამიტომაც ეს გაგრძელდება ბოლომდე, მანამ სანამ არ მივალთ იქამდე, სადაც გვინდა რომ მივიდეთ, სადაც ქართულ ხალხს უნდა რომ მივიდეთ, ეს არის ახალი არჩევნები. ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც არის ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ჩიხიდან და შექმნილი მდგომარეობიდან. ახალი საპარლამენტო არჩევნები, ახალ და ხალხისთვის დამაჯერებელ გარემოში ჩატარებული არჩევნები. ეს არის გამოსავალი, ამისთვის ვიბრძვით ჩვენ და მე ვფიქრობ, ძალიან სწორი იყო საქართველოს პრეზიდენტი, როდესაც სალომე ზურაბიშვილი, როდესაც თქვა, რომ ვერავინ გაიმარჯვებს აი ამ გამარჯვების გარეშე. ეს არის ხო, როდესაც ის საუბრობდა იმაზე, რომ რაღაცნაირად აი ეს ორ მხარედ გაყვა, ასე ვთქვათ, ის ვინც არჩევნებში შედის და ის ვინც ამ არჩევნებში შესვლას ართანამშრომლობას უწოდებს. აი ამ ხალხის გამარჯვება, რათა ქართველი ხალხი, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს, ერთადერთ გამარჯვებად მოინათლება მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნების საფუძველზე რუსული რეჟიმის დემონტაჟი და იმ ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბება, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ევროკავშირისკენ მიმავალ ძალიან სწრაფ და ეფექტურ. ბატონო, აი ვიდრე გადავთ, სალომე ზურაბიშვილი კი დარწმუნებულია, რომ არც ეს ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება და ახალი არჩევნებიც დაინიშნება, თუმცა ამბობს, რომ აუცილებელია არსებობდეს გეგმა და ამ გეგმის გარკვეული ნაწილი მან დღეს წარადგინა, ამაზე ცოტა მოგვიანებით. უბრალოდ მაინტერესებს თქვენი, ასე ვთქვათ, მოლოდინი როგორია, რადგან თქვენი ეთანხმებით სალომე ზურაბიშვილის შეხედულებას ბოიკოტთან და არჩევნებში არ მონაწილეობასთან დაკავშირებით, ამ ყველაფერს იმისათვის, რომ აი ეს მესამე გეგმა შედგეს, ანუ არ თანამშრომლობა მოიტანოს ახალი არჩევნები, ამას სჭირდება ერთიანობა. მათ შორის არ თანამშრომლობაშიც, ხომ? ანუ თქვენ გაქვთ თუ არა მოლოდინი, ან შესაძლებელია ინფორმაციას ფლობთ, იმიტომ რომ ხეს შიდა კომუნიკაცია არსებობს პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ახლა სხვადასხვა პოზიციაზე ხართ, ხომ?
გაქვთ თუ არა იმის მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილის აი საჯარო განცხადება, რომელსაც წინ უძღოდა ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ არ შეიძლება ამ უთანასწორო არჩევნებში შესვლა, იმიტომ რომ ეს ქართულ ოცნებას რაღაცა ახალ შესაძლებლობას, ახალ სტატუს კოს ძენს და გარკვეულ ლეგიტიმაციას აძლევს, იქნება ერთგვარი წყალგამყოფი დღეს არსებულ სიტუაციასა და სამომავლო პერსპექტივას შორის. აი მარტივად გეკითხებით, გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ მაგალითად ძლიერი საქართველო და გახარია გადაიფიქრებენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას და მართლაც რაღაცნაირად ამ ერთი არ თანამშრომლობა, ძალიან ბუნდოვანია ზოგადად ეს ცნება, ხო? არ თანამშრომლობა, მაგრამ ნუ გავაკეთოთ ასეთი დაშვება და ეს მოცემულობა მივიღოთ, ამ არ თანამშრომლობის გარშემო ისევ ოპოზიცია შეძლებს წინააღმდეგობის პლატფორმის გაცოცხლებას, გაბევრებას და რაღაცნაირად ერთად დგომას. დიახ, დიდი მადლობა, საკმაოდ ისეთი დატვირთული შეკითხვაა და მოდი აი დავიწყოთ რაღაცნაირად დეკონსტრუქცია გავუკეთოთ ამას. იცით, არ თანამშრომლობა მე ამ მგონია რომ რაიმე ბუნდოვანებას იწვევდეს, პირიქით მე ვფიქრობ რომ ამაზე უფრო მკაფიო მესიჯი არ არსებობს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მოდი რაზე ვლაპარაკობ. ნორმალურ ქვეყნებში პოზიცია და ოპოზიცია, ანუ ხელისუფლებაში მყოფი ძალა და ოპოზიცია გარკვეულწილად იმ ქვეყნის მართვისთვის თანამშრომლობენ, ხო? ნორმალურ ქვეყნებში. ამიტომაც ვამბობთ, რომ ახლა იმ შემთხვევაში, როდესაც შიგნით თუ გარეთ, ევროპარლამენტში თუ საშინაო პოლიტიკაში, ხალხი თუ პოლიტიკოსები, როდესაც ვაცხადებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ახლა მიტაცებული აქვს არა ქართველ პოლიტიკოს, ან ქართველ პოლიტიკოს და ჯგუფს, არამედ რუსულ რეჟიმს, ამ შემთხვევაში მათთან თანამშრომლობა არ შეიძლება. არ შეიძლება. არჩევნებში შესვლა არის იმ სისტემის ნაწილად გახდომა, რა სისტემასაც ბიძინა ივანიშვილი აყალიბებს. ახლა და არ მიაჩნიათ თანამშრომლობათ, ანუ ეს არის ხოლმე მათი პასუხი, რომ ეს არ არის თანამშრომლობა ქართულ ოცნებასთან, ანუ არჩევნებში მონაწილეობის, ასე ვთქვათ, მომხრეებს. ნახეთ, თანამშრომლობას რა ჭირდება? თანამშრომლობას ახლა ქართულ ოცნებას ჭირდება ერთადერთი რამ, აღიარება, რომ ის ნორმალიზაციისკენ მიდის, რომ ის კარგად იქცევა. მოდი მარტივი სიტყვებით ვილაპარაკოთ. მას უნდა ერთის მხრივ ქართველ ხალხს, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობაში, ჩვენს პარტნიორებს, რომელსაც თითქოს არ აღიარებს და თითქოს არ ეშინია მათი ასე ვთქვათ სანქციების, რომელიც ამ ქვეყნებიდან მოდის, უნდა რომ დაანახოს, რომ ის კარგად იქცევა და ამის საფუძველზე, ასე ვთქვათ, შეირგოს ის მოპარული არჩევნები, რომელიც გასულ წელს ოქტომბერში მოიბარა. დღევანდელმა განცხადებებმა საერთაშორისო თანამეგობრობიდან ნათლად დაგვანახა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას ვერ გააკეთებს. ევროპარლამენტარები, ის ხალხი, ვინც ქართველი ხალხის გვერდით დგას, არასდროს დაიწყებს თანამშრომლობას ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან. ეს არის იმ თანმიმდევრულობის დამსახურება, რომელიც გამოიხატება სწორედ არ თანამშრომლობაში. დაწყებული იმ დღიდან, როდესაც მოიპარა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები, ჩვენ არ ვთანამშრომლობთ და არ მივყვებით იმ თამაშის წესებს, რომელსაც ძალით გვაჩეჩებს ბიძინა ივანიშვილი. ამას ვგულისხმობთ არ თანამშრომლობაში და ამან შედეგი მოიტანა. ქართველი ხალხის არ თანამშრომლობამ ბიძინა ივანიშვილთან და ამ თავრობის არ აღიარებამ შედეგი მოიტანა. იმ ქუჩაში მდგომი ადამიანების ბრძოლა მოიტანა შედეგი. ციხეში მსხდომი ადამიანების არ თანამშრომლობამაც მოიტანა შედეგი. ხო ასია? ის ვინც ციხეში ზის, გნებავთ ახალგაზრდები, გნებავთ ჩვენი კოალიციის თუ სხვა კოალიციის ლიდერები. ეს არის სწორედ არ თანამშრომლობა. რატომ წხედან ისინი ციხეში? იმიტომ რომ არ აყნენ ითამაშის წესს, რომელიც შემოთავაზა ბიძინა ივანიშვილმა აი ამ საპარლამენტო კომისიის ფარგლებში. ანუ ქართულ ოცნებასთან არ თანამშრომლობის საპირწონეთ ხართ მზად, თუ კი ეს პოლიტიკური პარტიები შეიცვლიან საკუთარ პოზიციას, უარს იტყვიან ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა ძალიან, ასე ვთქვათ, ეჭვი მეპარება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ყოველ შემთხვევაში არ მგონია რომ ორივემ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, თუმცა დაველოდოთ რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ასე ვთქვათ, ჩემი წინასწარი განწყობაა, რა ვიცი, მათი
აი ამ არამყარი პოზიციებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ თუ მიიღე გადაწყვეტილება და საჯაროდ გამოხვიდე თქვი, მე მგონი პრობლემა არ უნდა იყოს მოხვიდე და დღესაც საჯაროდ უპასუხო სალომე ზურაბიშვილს და ევროპარლამენტარების აი ამ რეზოლუციაში კონკრეტულად ამ ჩანაწერს. ანუ როგორც ჩანს, ცოტა დაბნეულები არიან, ან შესაძლებელია ხო, რთულია მათთვის ამხელა პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე, მაშინ როდესაც ლიდერები საპატიმროში არიან და კომუნიკაცია გარკვეულ დროს მოითხოვს. მაგრამ ბევრი რამ შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში. ანუ შეკითხვას დაუბრუნდები. ქართულ ოცნებასთან არ თანამშრომლობის საპირწონეთ მზად ხართ წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში ითანამშრომლოთ აი ქართული ქარტიის პრინციპით, ანუ რაზეც სალომე ზურაბიშვილი საუბრობს, რომ აუცილებელი არის, რომ პლატფორმამ ჩამოაყალიბოს გარდამავალი მთავრობა, რადგან ხალხმა იცოდეს ქართული ოცნების დამარცხების შემთხვევაში ვის უნდა ანდოს ქვეყნის მმართველობა. ჩვენ გვახსოვს ხომ წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც აი ამ დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების თუ ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების იდეის გარშემო რამდენი სხვადასხვაობა იყო ელემენტარულად ვერ შეთანხმდნენ, მის შეიძლებოდა ყოფილიყო პრემიერობის სავარაუდო კანდიდატი. კი, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი დიალოგისთვის, ნებისმიერ თემაზე, რაც მიგვიყვანს ქართული ოცნების მიტაცებული ძალაუფლების დემონტაჟის და საქართველოს პროდასავლურ კურსზე დაბრუნებაც. რაც ამას ემსახურება ნებისმიერი სახის დიალოგისთვის ვარ მზად. აბსოლუტურად ნებისმიერ ღია ვარ. ჩვენ არ ვართ პარტია, ჩვენ არ ვართ ერთობა და კოალიცია, რომელიც იბრძვის თანამდებობისთვის, ხო? არ არსებობს ეს მოცემულობა, ახლა არ შეიძლება ვინმეს რაიმე პრეტენზია ჰქონდეს თანამდებობაზე, როდესაც ქვეყანა დასაბრუნებელი ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, ხო? დღევანდელი ევროპიდან წამოსული ეს მესიჯები ერთი იმას რომ აჩვენებს, რომ ისინი ქართული ხალხის გვერდში დგანან და ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერა, უპრეცედენტი მხარდაჭერა საქართველოსი და ქართული ხალხის მეორე მხრივ აჩვენებს ეს გადაწყვეტილებები ეფუძნება იმას, რომ საქართველოს იქცა ერთ-ერთ ჩამორჩენილ ქვეყნად ბიძინა ივანიშვილის ხელში დემოკრატიულობისა და ცივილიზებული სამყაროს ჩამონათვალში, ხო? მაშინ როდესაც ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოსავლური ქვეყანა ამ თვალსაზრისით და ეს არის სწორედ ჩვენი სიმდიდრე, რომელსაც არ აქვს ალტერნატივა, დემოკრატიულობა და ცივილიზებულობაში აი ამ ჩამონათვალში მოწინავე ადგილი, ამის გამო ვიყავით ჩვენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი დასავლური ქვეყნების, ახლა ამ ადგილს ბიძინა ივანიშვილი გვაკატინებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება და დააბრუნოს საქართველოს რუსულ გარემოში. აი ამის საპირწონედ ვინც რას შემოგთავაზებს სასიკეთოს ნებისმიერ წინადადებას მივიღებთ. აბსოლუტურად ნებისმიერს. ნახეთ, ჩვენ დავაფუძნეთ, უпростоრად ჩვენ ვართ იმ ერთობის წარმომადგენელი, რომელიც რუსთაველზე ერთხელ წავდგა, მათ შორის ექრების პასაჟთა, სადაც ვინ იყვნენ? ეს იყვნენ პროდასავლური პარტიები და პირველ რიგში ქართველი ხალხი. იქ იყვნენ წარმოდგენილები როგორც არასამთავრობო სექტორიდან, ასევე ის ხალხი, ვინც დღეს და ღამეს ათენებს რუსთაველზე. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ამ ბრძოლას, მათ შორის აი 19 საათზე ჩვენ ველით აბსოლუტურად ყველას, ვისაც მიაჩნია ის, რაზედაც ზემოთ ვილაპარაკეთ, ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებად. აქ შეიძლება ადამიანები სხვაგვარად ფიქრობდნენ, მათ შორის არჩევნებში შესვლასაც განიხილავდნენ, მე მყავს რამდენიმე ასეთი ძალიან გულწრფელი მეგობარი და ნაცნობი, რომელიც არჩევნებში შესვლას სწორგზად მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების დემონტაჟს. მაგრამ ისინი მოდიან აი ამ 19 ივლისის აქციაზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი დღეს სალომე ზურაბიშვილმა, რომ ყველა გზა უნდა მიდიოდეს პროტესტის გაძლიერებისკენ. პროტესტი რას ნიშნავს? პროტესტი ნიშნავს პრინციპულ უშიშარ გამოკიდებულებებს ხელისუფლების მიტაცებელი ხელისუფლების. მაგრამ მე მგონი პროტესტი არ უხსენებია სალომე ზურაბიშვილს, მას ცოტა სხვა გეგმა აქვს, უფრო ისეთი კონსტრუქციული თანამშრომლობის. პროტესტის ყველა ძალა უნდა მოემსახუროს, ეს ხალხი პროტესტში უნდა მოვიდეს, ან უნდა იკარგოსო არცო. კი ბატონო, პოლიტიკურ მხარემ უნდა გააძლიეროს ეს პროტესტი, ანუ ამაზე საუბრობს, რომ პოლიტიკურ მხარემ უნდა გააძლიეროს. არ არსებობს საქართველოში ადამიანი, რომელსაც არ ესმის პროტესტის ძალის. ეს აი ამ 200 დღეზე მეტი ხანის განმავლობაში ძალიან კარგად დაინახა, რაზე დგას ჩვენი მეგობრების
დასავლელი პარტნიორების ასეთი მკაფიო და ასეთი ხისტი გადაწყვეტილებები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პირადი და ოჯახის და ასე შემდეგ დასანქცირების თვალსაზრისით. ეს სწორედ ამ ჩვენი ხალხის გაუტეხლობაზე, პროტესტის იმ უწყვეტობაზე, შეუშინლობაზე დგას, რასაც ყოველდღიურად უყურებთ პირდაპირ ეთერში, ხო? რას ნახეთ, რა დღეში, როგორ არის იცით? ძალიან კარგი გამოსვლა ქონდა ქალბატონ სევდიას, მან თქვა რომ ის რაც ახლა ხდება ქართული ოცნების რიგებში, ის არის სწორედ თანამედროვე სახის რევოლუცია. რას გულისხმობდა ამ შემთხვევაში? სწორედ იმას, რომ აბსოლუტურად ყველა, თითქმის 80%-მდე ადამიანი, ვინც დასანქცირებულია, გააქრეს სცენიდან. ზოგი სამსახურიდან გაუშვეს, ზოგი ჩამოალაბორანტეს და ასე შემდეგ. ახალ მეთოდებს თითიდან წოვენ ახალ მეთოდებს იმისათვის რომ პროტესტი ჩაახშონ და ახლა თქვენ პირდაპირ ეთერში უყურებთ როგორ უსწორდებიან თითქოს ნარკოდანაშაულის აღმოფხვის მიზნით ყველაზე მეტად აჩერებენ სწორედ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს და ამ პროტესტთან ასოცირებულ ადამიანებს ხო ნუ მაშინ როდესაც თვითონ უზრუნველყოფენ ამ ნარკოტიკების ტრანზიტს და ასე შემდეგ საქართველოს მასშტაბით რას ვხედავთ ჩვენ ვხედავთ იმას რომ რეალურად აი ამ პროტესტმა არ თანამშრომლობამ და ჩვენმა ხისტმა დამოკიდებულებამ სწორმა პოზიციებმა მიიყვანა ეს რეჟიმი ერთმანეთის წინააღმდეგ დაპირისპირებამდე ის რაც უნდათ რომ მოეხდინათ ჩვენს შიგნით რეალურად ბუმერანგის სახით დაუბრუნდა ხო მაგრამ წინააღმდეგობას და დაპირისპირებას ჩვენ ოპოზიციაში ვხედავთ ბატონო ანუ ახლა მთავარია ამ მოწოდებას გამოეხმაურება თუ არა სრული ოპოზიციური სპექტრი შეძლებს თუ არა სალომე ზევრაბიშვილი აი ამ ჩატეხილი ხიდის აღდგენას იმიტომ რომ განსაკუთრებით აი 5 ივლისის შემდეგ ურთიერთმისამართი ძალიან ბევრი რამ ითქვა დამკვიდრდა ტერმინი ასეთი ლელოსთან მიმართებაში ყვითელი ქოცები მოღალატეები შეცდომაზე მეტი ანუ შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთ ასე ვთქვათ თანამშრომლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება კომპრომისისთვის მოდი ასე ვთქვათ ნაბიჯები იქნება გადასადგმელი მადლობა უნდა დაგემშვიდობოთ მოდი ვილაპარაკოთ რაზე იცით ეს პასუხისმგებლობა ლელოს უნდა მოეკითხოს ჭყალებში ჩავსვათ თუ გნებავთ ეს სიტყვა მაგრამ აი ამ ჩვენი აზრით სრულიად შეცდომაზე დამყარებულმა პოზიციამ ძალიან ბევრი დრო დაგვაკარგინა ჩვენ ახლა აი ამ წინააღმდეგობის მოძრაობას გაცილებით წინ ეკნებოდა გადადგმული ნაბიჯები და უფრო შორს ვიქნებოდით წასული ბიძინა ივანიშვილის სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში რომ არა ერთგვარი ეს ახირება არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე ანუ ლელოს ადანაშაულებთ ამაში რომ უკან დახია ლელომ მნიშვნელოვნად პროცესი დიახ თუ შესაძლებელი თუ კი ჩვენ ერთად ვიქნებოდით იმ თავით თქვა გაზაფხულზე როდესაც ჩვენ ვაცხადებდით რომ მოდით მკაფიოდ ვთქვათ რომ ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას არჩევნებში არ თანამშრომლობთ ამ ხელისუფლებასთან რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება მაშინ ახლა რა თქმა უნდა წინ ვიქნებოდით რა თქმა უნდა წინ ვიქნებოდით რა თქმა უნდა უფრო მეტი რესურსის უფრო მეტი ხერხების და შეიძლება დაგროვილი მექანიზმების გამოყენება მოუწევდა ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს აი ამ ერთობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომაც ვამბობ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თუ კი ლელოს მოუნდება შემოუერთდეს იმ ერთობას, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, აი ამ 8 პარტიის ერთობას და სადაც არიან ასევე არასამთავრობო სექტორის ქუჩის აქციებისა და ზოგადად აი ამ პროტესტის მონაწილეების წარმომადგენლები ჩართული, რა თქმა უნდა ეს კარი არის ღია. განსხვავებით ქართულ ოცნებაში მიმდინარე დაპირისპირებისა, ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან კონტაქტი, დიალოგი, ახლაც მიმდინარეობს, ხო, თქვენც აღნიშნეთ, აბა სხვანაირად როგორ, ამიტომ ჩვენ მზად ვართ ისევ, რომ იგივე ის ფორმატი, რომლის ნაწილი ჩვენ ვიყავით, რომელიც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ახსენა კიდევ ერთხელ, ნებისმიერ ფორმატში კიდევ ერთხელ განვიხილოთ ერთობის ის შესაძლებლობა, რომელიც იქნება არაღიარების, დელეგიტიმაციის და რეჟიმთან ართანამშრომლობის გარშემო აწყობილი, რადგან ნათლად დავინახეთ ამაზე მკაფიო არგუმენტები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარედან წამოსული, რაღა უნდა ვნახოთ, რომ ართანამშრომლობა მოიტანა უკვე შედეგები. მადლობა ბატონო რეალობა, სადაც
კი ბატონო, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა უნდა დავასრულოთ, ძალიან გადავწდით, ასე ვთქვათ, განკუთვნილ დროს. მადლობას გიხდით ჩართვისთვის, ვანო წერეთელი კოალიცია ცვლილებებისთვის წევრს უსმენდით. გიგი წერეთელი, ევროპული საქართველოს თავმჯდომარე იმყოფება ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. მოგესალმებით ბატონო გიგი, მადლობა. მოგესალმებით. გადაცემაში მონაწილეობისთვის. არ ვიცი, აი როგორ ფიქრობ? ვანოს არ დაწყდება, ძალიან გული მაინც წერეთელმა რომ გააგრძელა. კი ბატონო, წერეთელი აგრძელებს ასე ვთქვათ ეთერს. ხო, კარგი დამთხოვა ხოლმე სხვათა შორის ჩემს ეთერში. იღბლიანად მაქვს დაცდილი, სხვათა მიუხედავად იმისა, რომ პირველმა სტუმარმა ვიტყვი კიდევ ერთხელ გადაგვაგდო. არ ვიცი. ჩაიხსნა. კი ბატონო, იცის მაყურებელმა. კი ბატონო, თქვენ მითხარით, ჩვენ ვისაუბროთ. სალომე ზურაბიშვილის განცხადებიდან დავიწყოთ თქვენთან, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი მინდა თემატურად ჩავშალო ევროპარლამენტის რეზოლუციას ვგულისხმობ. როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე, როცა ძალიან ბევრი რამ დაზიანდა, ხო? იმიტომ რომ პირდაპირ განაცხადეს ოპოზიციის იმ წევრებმა, ვინც ბოიკოტის მომხრეა, რომ არ აპირებენ დაინდონ ძლიერი საქართველო და ზოგადად ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობენ ადგილობრივ არჩევნებში და ერთგვარად მათი მამხილებელი კამპანიაც ექნება წინა საარჩევნო პერიოდში. აი ამ პერსპექტივიდან ხედავთ თუ არა შესაძლებლობას, რომ ისევ აღდგეს წინააღმდეგობის პლატფორმა იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც დაფუძნდა. მიუსალმებით თქვენს ტელემაყურებელს, მადლობა რომ ვარ კიდევ ერთხელ თქვენთან და იძლევით ამის შესაძლებლობას და სანამ დავიწყებ პასუხს, პირველ რიგში ბუნებრივია მინდა რომ ყველას მივესალმო, ვინც უყურებს ჩვენს მეგობრებს, ვინც არის საპატიმროში დღეს პოლიტიკურ ლიდერებს თუ აქტივისტებს თუ ჟურნალისტებს და ასე შემდეგ და ავიც უსურვო რომ ხნეთ იყვნენ და ძალიან მალე იყვნენ ისევ საზოგადოებასთან ერთად და იმ იდეალების ასრულება ნახო რისთვისაც იბრძვიან. გუშინ გიორგი ვაშაძის დაბადების დღე იყო, ის 54 წლის გახდა საპატიმროში და აი მინდა ახლა აქედან გიორგის მიულოცო და უსურვო კი ბატონო, იმიტომ რომ ხარ არის სასიამოვნო, არავინ არ ისურვებს დაბადების დღეს შეხვდეს ოჯახის გარეშე და საპატიმროში, მაგრამ ეს არის რეალობა და ფასი. დღეს აი ამ ბრძოლის როგორც ჩანს და გარკვეული წრე ადამიანების ამას იღებს თავის თავზე, არიან სხვაებიც, მე გუშინ ვესაუბრე მაგალითად რუსთაველზე, გიორგი ჩიკოეძის დედას და ვიცი რომ მისი ჯანმრთელობა არ არის კარგი, ის ვერ გადაადგილდება ახალგაზრდა კაცი, სავარძლით არის, ტრაგიკული ამბებია, ძალიან ბევრის ფსიქიკა არის ალბათ რთულ ვითარებაში დღეს, იმიტომ რომ ყველასთვის ძნელია ხო ამის ატანა, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ ისინი ძალიან მედგრად არიან და განსაკუთრებით ახალგაზრდები მაგალითს იძლევიან იმისთვის რომ სხვებზე გადავიდეს ეს ყველაფერი და ნახო რომ ბრძოლა იული არ არის. ხო და ამას ამბობენ ის პარტიები, რომლებსაც აი ჯერ გადაწყვეტილი აქვთ რომ სწორედ ამ პატიმრობის განსათავისუფლებლად ხდებათ არჩევნებში მონაწილეობა როგორც ბერკეტი. რა თქმა უნდა, როდესაც წინააღმდეგობა, ართანამშრომლობა, პროტესტი რჩება ერთადერთი იარაღად დღეს არსებული ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ძალიან მწვავეა რეაქციები, როდესაც ამას რაღაცა წინ ხვდება, იმიტომ რომ აქამდე არაფერმა სხვამ არ გაჭრა, ხო, ეს დარჩა საზოგადოებისთვის ერთ-ერთი გზა და აგერ უკვე რამდენი თვეა ადამიანები არიან ძალიან მწვავე პროტესტის პირობებში, ისინი ვინც დგანან და ისინი ვინც არ დგანან გარკვეული მიზეზების გამოც, მაგრამ აუცილებლად ეს პროტესტი მათში არის და ეს ასად არ გამქრალა. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ სამიზნედ იყოს ამოღებული ვინმე, მათ შორის თუნდაც ძლიერი საქართველო, რომლებიც იყვნენ ძალიან აქტიური პარტნიორები, ბევრი მიმართულებით ჰქონდათ მნიშვნელოვანი პოზიციები, ჰქონდათ თავისი კი არა, რაღაცა ერთიანი ხედვა იყო, მაგრამ შემდეგ მიიღეს სხვანაირი გადაწყვეტილება და ძალიან სამწუხაროა, რომ ძალიან მაღალი ფასის გადახდა, ხო? ჯერერთი ახლა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეც საპატიმროში არიან, ხო ეს ძალიან ძიმე ამბავია მათთვისაც და მათი პარტიისთვის. ახლა ამ გადაწყვეტილებას კიდევ მოყვა პრაქტიკულად რაღაც ესე ვთქვით შიდა სერიოზული გადაადგილებები, რამდენიმე ლიდერმა დატოვა პოლიტიკური საბჭო, ანუ ფასი ძალიან მაღალია ამისა და მე ვფიქრობ რომ ეს ανალიზი კეთდება და თუ თქვენ მითხარით მეორეს მხრივ ხო ხედავთ როგორ არის რომ პრაქტიკულად მათ ეუბნებიან დღეს გადაწყვეტილის მიმღები ხალხი რომ
თუ ესე იგი იღებთ არჩევნებში მონაწილეობას, მაშინ გამოგიშვებთ. მარტივად რო ვთქვა, ან შეგიწყალებთ და ასე შემდეგ. არა და ეს ხალხი თავიდანაც ამბობდა დაპატიმრებამდე, რომ ფიქრობდნენ არჩევნებში მონაწილეობას. ამიტომ ხა ვერ გაიგებ არსებული შვილის განცხადებას გულისხმობთ, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა არ კმარა. მიგ უნდა შეწყალება, ხო, მაგრამ ეს ხო აჩვენებს, რომ ეს არის სუბთა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება. ან ფიქრობ შეიძლება აქამდეც მივიდეს საქმე, რომ გამოუშვან? არა, მე გეუბნებით, რომ რა გზავნილებიც არის, ხო? თქვენ რა მოლოდინი გადაწყვეტილების მიმღებთან მხრიდან. ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ მოусმინეთ. უნდა შეცვალოს პოზიცია ლელო? ჩვენ მოусმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. მე ვფიქრობ, რომ თუ გემ განცხადებაზეც მკითხავთ და მკითხეთ, მე მგონი ხა კი, პირველი ნაწილი სწორედ ხო, ამიტომ რომ მკითხეთ. მე მიმაჩნია ჯეთი გვაქვს რა მასთან და გქონდა კიდევ უფრო აქტიური კომუნიკაცია, პრაქტიკულად რაღაც პერიოდში ყოველდღიურიც, იმის თაობაზე თუ როგორ უნდა მომხდარიყო, თქვა, კონსოლიდაცია არა მარტო თქვა საპროტესტო მოძრაობის, იმიტომ რომ ამას კიდე თავისი ლიდერები ყავს, არამედ იგივე ჩვენი პარტნიორებისთვის, ასევე ქვეყნის შიგნით ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორ დაგვენახებინა პოლიტიკური პარტიების სოლიდურობა, ხედვა, ის რაღაცა შემართება, შეიძლება ეს სიტყვები პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ამას ყველაფრის უკან შინაარსი დგას, ხო? იმიტომ რომ საზოგადოებას რა უნდა დაინახოს, მას უნდა დაინახოს შედეგი. მან უნდა დაინახოს, რომ პარტიების თანამშრომლობას, ერთად ყოფნას, სალომე ზურაბიშვილის რაცა კოორდინირებას, ლიდერობას ქვეყნის გარეთ თუ შიგნით მოყვება შედეგები, ხო? ერთის მხრივ თუ ავიღებთ, შედეგები არის ძალიან ხელშესახები, ძალიან მნიშვნელოვანი თუ საგარეო ფაქტორებს გავითვალისწინებთ. მე იმასაც ვიტყვი, რომ თუნდაც აი ესეთი რეპრესიული გარემო შეიქმნა და ხელისუფლება დღევანდელი, ხო, რომელსაც უკვე რეჟიმს და თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას ევროპარლამენტში უწოდებენ კატასტროფული გაიზიაროს, ასე ვთქვათ, რეზოლუციის შინაარსი. კატასტროფული ამბავია თვითონ ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ეს ტერმინოლოგია, იმიტომ რომ ეს უკვე მკვიდრდება პოლიტიკური პატიმარი, რეჟიმი, თვითგამოცხადებული ხელისუფლება და ეს არის უაღრესად, რა ვიცი, ეხლა სამწუხაროდ განცხადებებიდან გამომდინარე არის გრძნობა, რომ მათთვის ძიმია, რომ ეს საქართველოსია, ხო, მაგრამ ყველა ქმედება აი ასე ხელის მოჭერა, პატიმრები, ეხლა ეს რაღაც ამაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, ხო, ახალი ინსტრუმენტები, ნარკოშემოწმებები და სხვა სამოქალაქო სექტორზე და მედიაზე ასეთი შეტევა, ხო, ეს ყველაფერი არ ახასიათებს ხელისუფლებას როგორც ძლიერს, ხო, ნებისმიერ ხელისუფლებაზე. ეს არის მისი ასე ვთქვათ, გარკვეული შიში, სისუსტეები და ის რაც შიგნით ხდება, ხო? ის რაც შიგნით ხდება. რაც ოპოზიციას ეხება, რაც კონკრეტულად ოპოზიციას ეხება. ამიტომ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ის მან რაც თქვა, ეხლა რამდენიმე მიკითხა და ალბათ მედიაში იქნება არც ეს, ასე არ არის. მან ძალიან კაფიოდ თქვა, რომ ეს არ არის არჩევნები. და ლოგიკას თუ გავყვებით, მე ასე ვხედავ ამას, თუ არ არის არჩევნები და არ მიგაჩნია და ჩვენც მიგვაჩნია ხა, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ ევროპულმა საქართველოს ძალიან ადრე განაცხადა, რომ ამ პირობებში თუ კი არაფერი არ იცვლება, აზრი არ აქვს. მარტო თქვენ სტუდიაში მაქვს ალბათ ერთი აჯერეს გამოცხადებული, ეს არ იქნება არჩევნები. ის იმ პარამეტრებით, იმ სტანდარტით, რომელიც არა ევროპაში, არამედ ნებისმიერ სახელმწიფოში უნდა იყოს, რაც არ არის აუცილებელი უმაღლესი დონის დემოკრატიაზე იყოს ლაპარაკი, იქ სადაც არჩევნები აზრს არ კარგავს და როდესაც ეხა სასამართლო არ არსებობს, ადმინისტრაცია არ არის, რასაც უნდა იმას გამოგიცხადებენ, მერე რეპრესიებს მოგიწყობენ და ეს რა არჩევნების საფუძვლებია, ხო? ამიტომ თუ არ არის არჩევნები და არ მიგაჩნია, რომ ეს პროცესი არჩევნებია და არის უბრალოდ ამის რაღაცა ფალსიფიკატი, ფარსი და ასე შემდეგ, ხო? მაშინ ვერ არც ბოიკოტია, ხო? იმ ბოიკოტის ასე ვთქვათ შინაარსი, თუ შენ ბოიკოტს უცხადებ რაღაცა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მას სწორედ ამ კუთხით თქვა, რომ არც ბოიკოტია რეალობა დღეს, იმიტომ რომ არჩევნები არ არის რეალური და არჩევნები არ იქნება. ამიტომ გეგმა არის ამაში არ მონაწილეობა არის დღეს ქართული ქარტიის გარშემო ჩვენ ნახეთ რა ბედი იყო. აღურეთ რა არის. ჯერ პირველი დავასრულოთ ამ არ მონაწილეობის ამბავი და ეს გასაგები გახდა დღეს. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომ ხალხს ესეც უნდა, როდესაც ვლაპარაკობთ საზოგადოებაზე, მე რა იქნება, მე ვინ იქნება, მე როგორ იმართება ქვეყანა, არავის არ უნდა ქაოსი, ხო? რაღაცა დამთავრდეს და მე აუცებ
ქაოსში აღმოჩნდეთ. ეს არა, ამიტომ საზოგადოებას უნდა დავანახოთ და მე ვფიქრობ, კამპანიაც აი ამ 8 პოლიტიკური პარტიის პლუს კიდევ ძალიან ბევრი საზოგადოებრივი ჯგუფი იქნება და პლუს მე ვხედავ დღეს სალომე ზურაბიშვილიც ფიქრობს, რომ რაღაცა ეს პლატფორმა და ზოგადად ეს კოორდინაცია კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს. ეს უნდა უთხრათ პირველ რიგში ბოიკოტი არჩევნების ამ ფორმით ეს არ არის რელევანტური და საერთოდ ბოიკოტზე არ ლაპარაკობთ იმაზე, რომ როგორ მივიდეთ ახალ არჩევნებამდე, როგორ მოხდეს კონსოლიდაცია საზოგადოების და როგორ აიძულოს ხალხმა დღეს არსებული ეს ქართული ოცნების ხელისუფლება თუ რეჟიმი თუ თვითგამოცხადებული როგორიც დახასიათებას დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ კომპრომისზე წავიდეს და მიიღოს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ თუ ხელისუფლება ნიშნავს არჩევნებს, ხო? და მისი წესებით მოქმედებ, ეს ხო აბსოლუტურად არის წარმოუდგენელი. დაახლოებით ელოდებით, რომ შეიცვლიან თავის პოზიციას, რათან მიმდევრობით ჯერ ლელო გააკეთებს ასე. თქვენ მეუბნებით ოპოზიცია თუ შეიცვლის? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როცა წინააღმდეგობის პლატფორმაზე ვსაუბრობთ, ხოლმე ეს მე შემიძლია მათ ურჩიო, როგორც ჩემს მეგობრებს, ლიდერებს რომ უნდა გადახედონ ხო პოზიციებს. სირცხვილი პოლიტიკაში პოზიციების ცვლილება ნამდვილად არ არის. ცნობილი გამოთქმა არის, რომ ჭკვიანი რაღაც მომენტში იცვლის თავის შეხედულებას თუ ხედავს, რომ ეს არასწორია. შეიძლება ისინი ასე ხედავენ, არ თუ არ შეიცვლიან ბუნებრივად მათი გადაწყვეტილება იქნება, მე ერთი რამ მინდა ვთქვა და იქნება გარკვეული ფასი. ამაში ხო საზოგადოების მხრიდანაც და ასე შემდეგ. ამიტომ ერთი რამ მინდა ვთქვა აქ თქვენ თქვით რომ რაღაცა მიზანში ამოიღებთ. ნამდვილად ჩვენ არ ვაპირებთ. მაგალითად და მე არ ვიცი რომ მე ხა მათო უნდა მე ვერ ჩავარებ ყველა პარტიას ჩვენ არა ვართ ჩამოყალიბდეს და ამის უფლებას ჩვენ არა ვართ ერთი პოლიტიკური გაერთიანება, მაგრამ უყურეთ მე რას ვამბობ, სამიზნე ბუნებრივია ეს არ არის ჩვენთვის, მაგალითად ევროპული საქართველოსთვის და არც ალბათ ბევრი პარტიისთვის, რომ ჩვენ თავარია ეხლა ამ კამპანიაში, ესე იგი ძლიერ საქართველოს თუ ლელოს ურტყათ, ეს არ არის ობიექტი, რომელსაც უნდა შეეწინააღმდეგო და შეებრძოლო, აგერ არის, არ ჭირდება სპილოს ზებნა ოთახში. ამიტომ მაგრამ დაცული იმისგან, რომ ეხლა არ იქნება კრიტიკა ან არ იქნება ბუნებრივია ძალიან მწვავე შეფასებებიც, ამისგან დაცული არ არის. თქვენ რომ მკითხეთ, თავარ ასე ვთქვათ, სამიზნედ ბუნებრივია, ეს არ იქნება. ჩვენ სხვა პრიორიტეტები გვაქვს, ხალხს სხვა რამ ჭირდება და ჭირდება შედეგი, როგორც გითხარით. ამიტომ დღეს ურჩიეთ, მაგრამ ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც სწორედ ეს წერია. ლელო არის ევროპელი სოციალისტების არა, ლელო არ არის სოციალისტების, ეს არის მე მგონი არა, ალდეს ლიბერალური ასე ვთქვათ ნაწილის ლიბერალური ფრაქციის ალდეს ლიბერალების და დემოკრატების მხრიდან აი ამ ხო და ამიტომ ვამბობ უყურეთ რა ხდება ახლა დღეს პარლამენტარების მოწოდებებისთვის ანუ უნდა მოხდეს თუ ჩვენ ხო ვამბობდით რომ სულ რომ ეს არჩევნები ჯერტი არაფრის შემცვლელი არ არის, მე იქნება ასე ჩატარებული ბუნებრივია კიდევ დამატებითი სირთულეების გაჩენის საფუძველი, იმიტომ რომ ისევ იქნება манипуლირებაზე ლაპარაკი და ასე შემდეგ, ანუ რაღაცნაირად ფარსად იქნება შეფასებული და ეს ყველაფერი ახლა აი ამ ბოლო კვირის განმავლობაში უყურეთ რამდენი რამ მოხდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია, სადაც ასევე ახალ არჩევნებზე იყო ლაპარაკი, ოდირის ძალიან მძიმე განცხადება ასევე სადაც ადამიანის უფლების დარღვევებზეც და პოლიტიკურ პატიმრობაზეც და ყველაფერზე იყო საუბარი და ეხლა ევროპარლამენტის რეზოლუცია სადაც ნუ არ ვიცი მე იცით რა არის ხა ბევრი ალბათ თქვენი რესპონდენტი ამას ამბობს რომ სიზმრად ვერ წარმოვიდგენდი რომ 2025 წელს აი დღევანდელ დღეს ამას მოვისმენდი ევროპარლამენტისგან როდესაც ჩვენ სულ ფიქრობდით იმაზე რომ რაღაცა პროგრესი იქნება მიუხედავად ქართული ოცნების ხელისუფლების ამგვარი ქმედებებისა რაღაც მომენტამდე ამას ფიქრობდით. დღეს ეს ყველაფერი არის უკიდურესად მძიმე, ასე ვთქვათ, მძიმე ნაწილში განიხილება და ეს რეზოლუცია თავისთავად მხარდაჭერაც მისია. წარმოიდგინეთ, ეხლა რაღაცა მოვისმინე, რომ იქ რაღაცა რაოდენობებზე ლაპარაკობდნენ და 80% იქ დამსწრეთაგან ვინც ხმა მისცა 80%-მა დაუჭირა. ხარი ზუსტად 71%. შეიძლება კი ბატონო 70% იყოს, ანუ
თითქმის 2/3-მა და მეტმა იმას, რომ აი მათ შორის ყველაფერთან ერთად, რასაც აღარ ჩამოვთვლი, ხო, რაც მუდმივ ასე ვთქვათ პაკეტშია დღეს და რაც არის რეალობა, რეალობის ასახვა დღეს ქვეყანაში, რაც ხდება ყველა მიმართულებით, დამატებითი არის ის, რომ ძალიან კაფიოდ მოხდა განმარტება, რატომ არის ეს ადგილობრივი არჩევნები ასეთ ვითარებაში მიუღებელი და რას იწვევს ის, როგორ მიცემს ასე ვთქვათ დღეს არსებულ სისტემას, რომ მან ეს სტატუს კო რაღაცნაირად კიდევ უფრო განაახლოს, შეინარჩუნოს და შეინარჩუნოს ის ბერკეტები, რომელიც ანამუსებს ხოლმე ქართულ ოცნებას, რომ ის არ ითვალისწინებს მათ შორის ევროპარლამენტარების რეზოლუციას და იქ არსებულ მოწოდებას, აი აქ პირობითად 10 მოწოდებიდან დღევანდელი რეზოლუციის ერთი ხომ ეხება ოპოზიციას, ანუ გაქვთ მოლოდინი, რომ ის ვისაც ეხება ეს მოწოდება ადრესატი ამას გაითვალისწინებს, თუ არ გაითვალისწინებს, ესეც გითხარით, რა შეიძლება თუ არ გაითვალისწინებს, მე მგონი მე რატომ მოვყევი ახლა ამ ჯაჭვს ამ მოვლენების ამ ერთი კვირის განმავლობაში, მე ვფიქრობ, რომ ისტორიული მართალია ნეგატიურ გარკვეულად ამ ეტაპისთვის ნეგატიური ეს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სამომავლოდ როცა რაღაც შეიცვლება, ეს აუცილებლად ეს დაგროვილი დღეს უარყოფითი მუხტი ძალიან სწრაფად ტრანსფორმირდება ძალიან დიდ მხარდაჭერაში, ძალიან დადებით ენერგიაში საქართველოს მისამართით და ეს მოგცემს ჩვენ საშუალებას ძალიან სწრაფად დავძლიოთ ის ჩავარდნები, რაც იყო, როდესაც იქნება ახალი დემოკრატიული არჩევნები და იქნება ხელისუფლება. და რაც თქვენ მითხარით ახლა ხო, ამიტომ ჩამოვთვალე ეს ყველაფერი და ამიტომ არის დღეს ალბათ იგივე მაგ ორ პარტიაზე ახლა ლაპარაკი ხო, ძლიერ საქართველოსზე როგორც კოალიციაზე, რომელიც არის თუ არა ახლა კოალიციურად ისევ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ არსებობს და ასევე გახარია საქართველოსთვის, მათ უნდა მიიღონ, კიდე სხვაებიც არიან, ვინც აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას, უნდა განსაჯონ, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ჩვენი მოწოდება, ჩვენი რჩევა არის ამგვარი, ის რაც ეხმიანება და თანხვედრაშია დღეს საზოგადოების დიდ ნაწილთან, რომელიც მათ შორის კვლევებითაც დასტურდება ხო, დღეს რო ოპოზიციური ამორჩევლის დიდი ნაწილი, თითქმის რა ვიცი 53-ზე მეტი თუ უფრო მეტი ამბობს, რომ არ შეიძლება ამ პირობებში არჩევნებში მონაწილეობა და თუ ვინმე მხარს უჭერს, ამბობს, რომ ორივე ერთად თუ იქნება მაშინ ხო და ამაზე სხვა შორის იყო. მეორე ნაწილია თუ რაიმე იცვლება და ხელისუფლება კომპრომისზე მიდის დღეს ეს სისტემა, რომელიც არის, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს ქვეყანაში, ხო, ეს მმართველი პარტია მიდის კომპრომისებზე, რაღაცა ხედავს ამ უდიდეს საფრთხეს, რომელიც ევროინტეგრაციას ემუქრება და ეს ძალიან ეგზისტენციალურია დღეს. ორ კვირაში კიდევ უფრო შეიძლება ეს ყველაფერი დამძიმდეს, იმიტომ რომ ეს ხალხი ხედავს, რომ ყველაფერი რაღაცნაირად არაადეკვატური პასუხებია, არაადეკვატური რეაქციებია, უკან და უკან მიდის, ხო? არ მცირდება რეპრესიები, კიდევ უფრო იზრდება, გადადის სხვადასხვა საზოგადოებრივ ფენებზე, საჯარო მოხელეებზე თუ მედიაზე თუ არ ვიცი, პროფესიულ ჯგუფებზე და ასე შემდეგ. ამიტომ და ახალ რაღაც საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ამ დემოკრატიულ სივრცეს მთლიანად ახშობს. და ეხლა თუ ადგილობრივ არჩევნებს, ეხლა მაგალითად ძალიან არ წავალ შორს, მაგრამ აი შარშან ჩაატარა, თუ არ ვცდები, თებერვალში ბელორუსმა ადგილობრივი არჩევნები. იქა ჩატარდა, ნუ ეხლა ოპოზიცია იქ პრაქტიკულად აღარ არის, ხო, ნაწილი, დიდი ნაწილი უცხოეთშია, ნაწილი არის დაპატიმრებული, 1000-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია და აი ნახეთ რა არის ამის შედეგები. ეს ხო არის ფარსი, ხო? ის ხო იქ არჩევნები არ არსებობს. ეს რაღაც უბრალოდ პერფორმანსია, რაღაც სპექტაკლი, რომელსაც არჩევნები ქვია და არიან უბრალოდ წინასწარიციან, ვინ და როგორ უნდა იყოს და სამართალს ვერსად ვერ იპოვი. ამიტომ თუ ჩვენ ასე გვინდა რომ ასე მოხდეს, ეს ერთი საკითხია. პირადად ჩემთვის არასდროს არ ყოფილა კარგი არჩევნებზე არ გასვლა, სასიამოვნო ნამდვილად არ ყოფილა, მე პირიქით ჩემი საერთაშორისო პოზიციებით სხვა ქვეყნებში ჩავდიოდი და იქ ველაპარაკებოდი და მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, რომ მაქსიმალურად პოლიტიკური პროცესი ყოფილიყო, მაგრამ ეს არის ისეთი შემთხვევები, სადაც მინიმალური გარანტიები მაინც არსებობს იმისა, რომ ოპოზიციური პარტია იქნება თუ დამოუკიდებელი თუ სხვა რაღაც შედეგს მიაღწევს და არ იქნება შიში იმის და უпростоრად და თან გარანტირებული შიში, ზედ კი არა, ეფემერული, რომ რაღაცას დაგიწერენ და მე შენ სამართალს ვერ იპოვი და თუ დაიწყებ სამართალზე ლაპარაკს, შეიძლება აი ესეთი ბედი გაიზიარო, როგორც დღეს არის 9 ივლისი. ადგილობრივ არჩევნებამდე არის დარჩენილი 4 თვე. კიდევ უფრო ნაკლები წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე. ამბობთ, რომ
დღეს ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობის მომხრე პოლიტიკურ პარტიებს შეცვალონ რატო არ მოხდა რა რატო ნუ ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი მაგრამ მათ შორის ქართულ ოცნებასაც აქვს საშუალება რომ შეცვალოს ეს სურათი რომ თქვას მაგალითად რომ მოდით აი რა გვინდა რა პაკეტი გინდათ როგორი კანონმდებლობა ძალიან კარგად იციან რა უნდა შეიცვალოს გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და მოხდეს თქვა მე თეორიულად გეუბნები თქვენ ხო თეორიულად მეკითხებით მოხდება თუ არა მათაც კი ჩემი შეკითხვა უფრო კი გავიგე რომ ოპოზიციასთან დაკავშირებით რა არის ჩემი შეკითხვა უფრო რეალისტურია კი გეთახმებით მე უფრო შორს ავედი ანუ მე რას ვამბობ რომ ეს უფრო რთული ამბავია რომ რაღაცა უკან დახევა მე მაგას გეუბნებით რომ უფრო რთულია წარმოიდგინო რომ ქართული ოცნება ამას გააკეთებს და უფრო იოლია წარმოიდგინო რომ ახლა ეს ოპოზიციური პარტიები შედარებით მსხვილი ვინც არის ხო მათ შეიცვალონ რა არის რა ვიცი რა არის ამაში ისეთი წარმოუდგენელი განცხადება შეიძლება გაკეთდეს და შეუერთდნენ ამ რაღაცა საერთო კონსოლიდირებულ პროცესს რომელიც გულისხმობს იმას რომ არა ადგილობრივ არჩევნებზე ვიყოთ კონცენტრირებული არამედ აი ამ გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე არა ახალ არჩევნებზე ეს გარდამავალი მთავრობაც იმ ახალი არჩევნების წინაპირობა უნდა იყოს როგორ წარმოგიდგენიათ აი ამ ჭრელი ოპოზიციის თანხმება გარდამავალ მთავრობაზე ძნელად წარმომიდგენია მაგრამ წარმომიდგენია სხვადასხვა ასე ვთქვათ მინისტრის პორტფელების გადანაწილებაზე რომელმაც ერთიანობა ვერც ბოიკოტში შეძლო და ვერც ასე ვთქვათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. უყურეთ რა არის. რა არჩევანი გაქვს სხვა. როდესაც არის პერსპექტივა იმისა, რომ ქვეყანაში დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს და შენ პოლიტიკური პარტია ამას ვერაცნობიერებ და შენს რაღაცა მხოლოდ ვიწრო პარტიულ ინტერესებზე ფიქრობ, ხო? ეს რა თქმა უნდა არის აბსოლუტურად მიუღებელი და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვინც ასე იქცევა, ის პოლიტიკისგან ძალიან მალე გაირიხება. მაგრამ თუ კი შენ აცნობიერებ იმას, რომ შენი კონტრიბუცია მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი და რაღაცნაირად თუნდაც შეცვლი შენს ასე ვთქვათ გადაწყვეტილებას და რაღაცა კონსენსუსისკენ წახვალ, შეთანხმებისკენ წახვალ, კომპრომისისკენ წახვალ, არ არსებობს პოლიტიკა კომპრომისის გარეშე, ყველა კედელს ვერ დაანგრევ. ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. სადღაც რაღაცას უნდა შემოუარო, სადღაც რაღაც უნდა დათმო, გამორიცხულია სხვანაირად და ყველაზე მეტად მე რაც არ მინდა დავინახო როგორც პოლიტიკოსმა, არ მინდა მომავალი პროცესები ისევ შურიზიების ტალღაზე იყოს აწყობილი, ხო? ეს ამბულად არ მინდა. მინდა რომ ამ ქვეყანაში განვითარების რაღაც ნორმალური პერიოდი მოვიდეს და თუ მაგალითად მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე დიდი იმედი მაქვს, შეიძლება ვწდები, რომ თუ კი დადგება ის ვითარება, როდესაც გადასაწყვეტი იქნება, არ ვიცი, იქამდე როდის მივალთ, მაგრამ იმედი მაქვს სწრაფად, რომ ვის რა ფუნქცია ექნება ამ სახელმწიფოში, როდესაც დიდი ცვლილება ექნება, ჩვენ ამას მივახცევთ. მე პირადად შეიძლება არა მაქვს არანაირ მე მინდა რომ ადამიანები ხა ჩემ პირად ამბიციაზე არ არის ლაპარაკი, მე ყოველთვის გავწევ, გამიწევია და კიდევ გავწევ. მაგრამ უნდა იყვნენ ადამიანები, ვინც აიღებს ამ პასუხისგებლობას და რაღაცნაირად ამ ქვეყანას უშველის, ხო? იმიტომ რომ დღეს ჩვენ იქიდან გამომდინარე მე სულ ვიშველიებ კონსტიტუციას. ჩვენი ლაპარაკიც რო არ იყოს, ჩვენი საუბარიც რო არ იყოს, ჩვენი ვიღაც ართული დესტოის დასავლური, ასე ვთქვათ, მიმართულება, ჩვენი მოგონილი და ჩვენი რაღაცა კი არის თან ჩვენი ასე ვთქვათ გენეტიკის ნაწილი ალბათ, მაგრამ ეს არის ჩვენი კონსტიტუციის ნაწილი, რომელიც გვეუბნება, რომ იქით არის ჩვენი ქვეყნის გზა. და ამ კონსტიტუციას დღეს აბსოლუტურად ფეხქვეშ თელავ. კი ბატონო, ბოლოს კი და მე არ მინდა იცით რა ერთი რაღაცა ვთქვა, იმიტომ რომ ტრაგიკული მოვლენები მოხდა ეხლა. და აქ ლაპარაკობდა ჩემს წინ ვანო რომ და ბევრი ამბობს ამას და რეალობაა რომ აი ამ სიმკაცრეს უბრალოდ ეს შეფასებები მხარდაჭერის დღეს და დიდი მონაპოვარის არის სწორედ ეს მხარდამჭერა, რომელიც დღეს შეიძლება ნეგატიურად ჟღერს ქვეყნის ხელისუფლების მისამართით, მაგრამ ზოგადად არის ძალიან დიდი მხარდაჭერა და ანუ შეიძლება ეს შესუსტეს არაერთგვაროვანი ოპოზიციის არაერთგვაროვანი პოზიციები. ჯერჯერობით არ შესუსტებულა, ოღონდ შიდა ვითარება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვნად განაპირობებს თუ როგორი მხარდაჭერა იქნება გარეთ და ეს საზოგადოებას უნდა ესმოდეს ძალიან კარგად, მაგრამ აი როდესაც სანქციები იყო, როდესაც ეს სანქცირებული ადამიანები გავიდნენ, ხო, არეალიდან ხელისუფლების და ჩვენ ვხედავთ, რომ შიგნითაც ძალიან დიდი სირთულეებია. ეს ამ მარწუხების მოჭერა
არის სწორედ ამის ნიშანი, რომ რაღაცა შიგნით ხდება. ეხლა არ მინდა არანაირად სპეკულირება, მე თქვი რომ ეს ტრაგედია, რომელიც დატრიალდა ამ თორნიკე რიჟვაძესთან, რომელსაც მე არ ვიცნობ, მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანს რაც არ უნდა ძიმეთ უყურებდე, როგორც ოპონენტს, როგორც მტერს თუ რა ვიცი, როგორ მე იშვიათად უყურებ მტრებად ყველას, მაგრამ ვინც არ მეთანხმება, მაგრამ არის სურვილი რომ ეს არ მოხდეს და ის გადარჩეს და როგორც ვიცი ეს ასე ახალგაზრდა კაცია პატარა შვილების მამაა და ასე შემდეგ ერთი წუთითაც სხვა ფიქრი არ მქონია ახლა ის მისი პასუხისგებლობა სულ სხვა არის როგორ იყო და რა მაგრამ ესეც სხვა ანახებს შიდა აი ასეთ ძიმე ვითარებას რომელიც იქ არის ხო შიდა გარჩევს ეს ყოველთვის ხდება როცა საფრთხის ამბავია სალომე ზურაბიშვილმა დღესაც თქვა რომ დარწმუნებულია რომ უბრალოდ საქმე არ მივა ადგილობრივ არჩევნებამდე მე მინდა დავასრულო კიდე რაღაცა აი ამ შიდა იგივე ოცნების პრობლემებთან დაკავშირებით რომელსაც ხედავ იგივე ეხლა სულ იყო რომ აი წინა ხელისუფლება იყო რაღაცა ბიზნესის მატერორებელი ხო ეს ამის კულტივაცია ხდებოდა და რაღაც საფუძვლები ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ძალიან მწვავეც არსებობდა და ნუ ეს ვიცით მაგრამ ის ხელისუფლება აღარ არის უკვე ხო კარგა ხანია აი ახლა იგივე დიდ ბიზნესზე მარტო ხა ბადრი და მამუკაზე არ არის ლაპარაკი მაგრამ იგივე ხარაც გიორგი რამიშვილის სიტუაციაში მოხდა ხო ამის ყველაფრის ესე გამოტანა ну ხა ადამიანს პირობითად ვამბობ რაღაცა შეცდომაა ხო რაღაცნაირად მოხდა მაგრამ ეს ხო არ არის აი ვიღაც მოქალაქე ეს არის ადამიანი რომელმაც შექმნა უზარმაზარი რა ვიცი მე დიდი ბიზნესი ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა ბევრი კარგი საქმე გააკეთა ხო რაღაცა ხო უნდა არსებობდეს რომ ისე იგი ის საპატიმროშია მესმის კანონის წინაშე ის არის უგონთ ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი ორმაგი სტანდარტი არის მე უბრალოდ სხვა რამე ვთქვი სხვა რამე მინდა ვთქვა რაც ბევრჯერ გახმოვანდა რომ გაცილებით მძიმე დანაშაულისთვის ადამიანები გამოუშვეს რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ასეთ მაგრამ მე სხვა რამე მინდა ვთქვა ზავნილებია ესა ზავნილებია აი ბიზნეს უნდა რაღაცა გზავნილი გაუგზავნო რომ აი ამათ თუ ასებექცევი თქვენ ვარეს გიზამ ყველა პროფესიის რა თქმა უნდა ეს დაშინების მცდელობა როგორც ბიზნესის ასევე შესაძლებელია დაშინებით აი ხა ნარკოტიკების ამბავი როგორი ოპოზიციაზეც დაშინებით შეიძლება მოქმედებდნენ მათნებაზე ბუნებრივია ოპოზიციაზე რომ დაშინებით მოქმედებენ რა თუნდა ამას ლაპარაკი აბა ნახევარი ამ ლიდერების ძალიან დიდი ნაწილი დღეს საპატიმრო მეტი რა დაშინება უნდა იყოს ოღონდ რამდენად მოქმედებს ეს და როგორ არ შეუცვლია ხო არა მე კი არ ვამბობ რომ ვინმე იცის დაშინებას მაშინ აქვს შედეგი და ეფექტი როდესაც შენს მიზანს აღწევ თქვენ სხვა რამეს მეუნებით შენ რო შენ მიზანს მიაღწიო ჯერ უნდა იმოქმედო ხო ანუ ჯერ უნდა დააშინო და მე ნახავ დაშინდებიან თუ არა თქვენ რასაც მეუნებით რომ ისინი არ შინდებიან ეს მეორე ამბავია და ეს კარგად ანახებს რომ ეს არ არის ყველაზე კარგი გზა ან ვერ გავიგე ან შეიძლება არ სწორად გავიგე ანუ თქვენ მეუნებით ეხლა რომ აშინებენ გახარიასაც აშინებენ ხო რა თქმა უნდა აბა რა აბა არ აშინებენ გახარიას არ აშინებენ გახარიას და ამიტომაც მონაწილეობს ადგილობრივ არჩევნებში არა ეგ მე ეს არ ვიცი ამას თვითონ გამარტავს რატომ მონაწილეობს და მე მგონი გამარტა კიდეც მათ მიაჩნიათ რომ ბრძოლის ეს გზა არის ჩვენ არ მიგვაჩნია რომ ეს არის სწორი გზა ბრძოლის ამ კონკრეტულ ვითარებაში მე სხვა რამე მინდა ვთქვა რომ ეს ყველაფერი არ არის ძლიერი ხელისუფლების პარამეტრები და ამიტომ თუ კი იქნება უფრო კონსოლიდირებული ასე ვთქვათ პროტესტიც წინააღმდეგობაც მე მგონია რომ ამას ეკნება თავისი შედეგი ოღონდ ყოველთვის ვამბობთ რომ ეს უნდა იყოს დემოკრატიული მშვიდობიანი და ამის ჩარჩოებიდან არავინაც არ გადის კიდე რაღაცის თქმა მინდოდა მაგრამ ახლა შეიძლება შემდეგისთვის ხო არა უბრალოდ ძალიან ეს არის რა ქვია მარტივი ვითარება არ არის განჭვრეტაც ყველაფრის მარტივი არ არის ჩვენ ყველაფერზე პასუხი ვერ გვექნება ოღონდ ყველას კარგად უნდა ესმოდეს რომ ის შანსი რომელიც დღეს არსებობს და რომელიც არის პრაქტიკულად დაკარგვის პირას რომ ჩვენ ვიყოთ დასავლური სახელმწიფო კონდეს ყველა ის სიკეთე რაც მოგწონს ევროპაში და სხვა ქვეყნებში აი ახლა ამის დაკარგვის პირას ვარ და ეს ჩვენ საზოგადოებას მე მგონი რომ მის დიდ ნაწილს ძალიან კარგად ესმის კეთილი მადლობა დანარჩენს ვნახავთ თუ გვეყოფა ყველას ეყოფა ჭკუა გონიერება და გარკვეულად პოლიტიკური პატიოსნებაც ასეთი ისიც არსებობს ფენომენი ასეთი ცნებაც და შეგრძნება აი ამ ისტორიული მომენტის მე მგონი რომ სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებ და ის რომ ეხა ვიღაცა
თუკი კონსოლიდირებული ასე ვთქვათ და კოალიციური ხელისუფლებაა და სხვა და იქ ვინმე ვერ დათმობს აი ამ საერთო დიდი მიზნისთვის თავის პირად ამბიციას, ეს უკვე მეორე საკითხია და ამას ხალხიც განსჯის და ისტორიაც განსჯის. მადლობა. გიგი წერეთელი, ევროპული საქართველოს თავმჯდომარე იყო ჩვენი განაცემის სტუმარი, რეკლამის შემდეგ გიორგი როხაძის და ანდრე გოცვირიძის პოზიციებს მოვისმენთ ქვეყანაში მიმდინარე და ქვეყნის გარეთ საქართველოსთან დაკავშირებულ პროცესებთან მიმართებით. მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში, რა გამოხმაურება მოყვება სალომე ზურაბიშვილის საჯაროდ დაფიქსირებულ პოზიციას, რომ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია აწყობს ოპოზიციას და არც ბოიკოტის ამ ქვეყანაში ვინმეს თუ სჯერა, რომ შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, ეს არის დიდი მითი, ამბობს სალომე ზურაბიშვილი და დარწმუნებულია, რომ ეს არჩევნები არ ჩატარდება. ბუნებრივია ამ ეტაპზე საინტერესოა განსაკუთრებით იმ ოპოზიციური ძალების გამოხმაურება სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებასთან დაკავშირებით, ვისაც აგერ მტკიცეთ აქვთ უკვე გადაწყვეტილი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა და მეტიც უკვე არჩევნებში მონაწილეობის სტრატეგიულ გეგმაზეც კი საუბრობენ, რომ 6 დიდ ქალაქში შეთანხმებული მერობის კანდიდატები, სხვა რეგიონებში შესაძლებელია იყოს ბოიკოტი და თავად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კატეგორიულად იმიჯნება ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის საკითხს და აი ამ შესაძლებლობას ისიც კი განიხილებოდა თბილისში მერობის ერთ-ერთ კანდიდატად, ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა ახლა როგორი იქნება გამოხმაურებები ოპოზიციურ სპექტრში. ანდრე გოცვირიძე, უსაფრთხოების სპეციალისტი, გიორგი როხაძე, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი. მოგესალმებით ბატონებო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონო ანდრე, თქვენგან დავიწყებ, როგორ შეაფასებთ სალომე ზურაბიშვილის აი ამ პოზიციას? ხონდა ზოგს მოლოდინი, ალბათ ხონდათ ხო მოლოდინი წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ ისაუბრებდნენ საჯაროდ, რომ სალომე ზურაბიშვილი ძალიან კონკურენტული მერობის კანდიდატი იქნებოდა ქართული ოცნების წინააღმდეგ. რისი მოლოდინი ჰქონდათ და რა მიიღეს სანაცვლოდ? მოგესალმებით, როგორც ჩანს არ იყო შეთანხმებული, ალბათ არ იყო კიდევაც შეთანხმებული და სალომე ზურაბიშვილის ბუნებრივია არამსდანამ საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას არ დათანხმდება, იმიტომ რომ იმ პირობებში, რა პირობებში შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, გნებავთ საპარლამენტო არჩევნებიც, აი იმ კანონმდებლობით ან იმ წნეხის ქვეშ იმ არადემოკრატიული მოქმედებების კოლგის ქვეშ, რაც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს, ბუნებრივია ყველა არჩევნები იქნება წაგებული და ემსგავსება სტალინის ცნობილ ფრაზას, რომ მოიგებს ის, ვინც ითვლის და ითვლის მხოლოდ და მხოლოდ მართველი პარტია დღესდღეობით. ამიტომ ბუნებრივი იყო სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ამ თვალსაზრისით. ერთი რამ არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი, მის გამოსვლაშიც და ზოგადად განცდაშიც არჩევნების ლოდინი არჩევნების დღისთვის ბუნებრივია არანაირი შედეგის მომტანი არ არის და კონტრპროდუქტიული იქნება, იმიტომ რომ ნებისმიერი არჩევნები და მით უმეტეს საქართველოს მსგავს ქვეყნებში, რომლებმაც დემოკრატიიდან გადაუხვიეს, არჩევნებამდე ხდება ცხადი შედეგები და შესაბამისად თუ მანამდე გარკვეული წნეხი არ განხორციელდა, თუნდაც იმ კუთხით, რომ ნორმალური კანონმდებლობა არსებობდეს და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, რისი რესურსიც პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ახლა ჩვენ სახელმწიფოში არ არსებობს. თავისთავად ცხადია, ყველა არჩევნები იქნება უბრალოდ გამარჯვების გაფორმება კიდევ ერთხელ მართველი პარტიის. კი ბატონო, გიორგი, ის რომ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარების რესურსი არ არსებობს, ამას ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუციაც ამბობს პირდაპირ დამარცვლით და ხმამაღლა. ანუ გაქვთ თქვენ მოლოდინი იმისა, რომ რეზოლუციის და შემდეგ უკვე სალომე ზურაბიშვილის გაცხადებული პოზიციის შემდეგ, აი მაგალითად არჩევნებში მონაწილეობის მსურველი რომელიმე პარტია მაინც საკუთარ გეგმებს რადიკალურად შეცვლის? ხო, აჩით რა, ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ალბათ ამ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ან წარმომადგენლებს უნდა დაუსვათ ეს კითხვა, იმიტომ რომ მე მხოლოდ მარჩიელობა გამომივა. აქედან გამომდინარე არ ვიცი. მაგრამ მე გეტყვით ერთ რამეს, თუ
ის ასე ვთქვათ პოლიტიკური პარტიების ის ერთობა, რომელიც ამბობს, რომ არ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და აქ ლოგიკა ჩემთვის გასაგებია, მათ უნდა გააკეთონ ისეთი რამ და იმდენი რამ, რომ აჩვენონ, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა გადაყავთ რაღაც სხვა ეტაპზე და დაინახოს დანარჩენმა პარტიებმაც, რომ ამ ერთობას არ აქვს ალტერნატივა. სხვა შემთხვევაში იმ გახარიას პარტიამ და ლელომ ეს გადაწყვეტილება რომ მიიღეს ამ ყველაფრის უკან რაღაც გათვლა ჰქონდათ მათ, ხო, ანუ შემთხვევით არ გაუკეთებიათ ეს ყველაფერი. შესაბამისად გადაწყვეტილება რომელიც უკვე მიღებულია იმის შესაცვლელად მინიმუმ ისეთი რამე უნდა მოხდეს, რომ ყველასთვის ცხადი უნდა გახდეს, რომ ეს ერთობა ან ეს გადაწყვეტილება, რომელიც ბოიკოტს უკავშირდება, უფრო ასე ვთქვათ, ან მართალია, ან სალომეშვილის ინიციატივა არ არის ამის საკმარისი, რომ გავაცოცხლოთ წინააღმდეგობის პლატფორმა, ჩამოვაყალიბოთ დროებითი მთავრობა, ვაჩვენოთ ხალხს ამ ხელისუფლების ალტერნატივა. ანუ ეს არ არის იმ წონის ინიციატივა, რომელიც მათ დღევანდელ პოზიციას გადაწყვეტს. იდეა ჩემი აზრით სწორია და მე ვეთანხმები ქალბატონ სალომეს, რომ ეს არის გასაკეთებელი. მაგრამ ეგ შემიძლია ვთქვა მე მაგალითად ანალიტიკოსმა და ჩამოვაყალიბო, რომ აი ეს ასე ჯობია, ასე უნდა გაკეთდეს, ასე უნდა რაღაცა შეიქმნას რა. მე ველი პოლიტიკოსებისგან რომ ჩამოვაყალიბებ, გავაკეთებ და ავაშენებ, დავანგრევ თუ რასაც ანუ ის რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა განაცხადა, ის არის მართლაც ერთადერთი ლეგიტიმური ფიგურა დღეს საქართველოში, ხო? მე მისგან ველი მეტ ასე ვთქვათ მოქმედებას და არა მოწოდებას. მოწოდება გასაგებია, მაგრამ ამ მოწოდებამ არ იმუშავა, არასაკმარისია. აქედან გამომდინარე, ანუ და აი პერეფრაზი რო გავაკეთო, ანუ მე ველი რომ ის იტყვის, რომ მე ამ ადამიანებთან ერთად გავაკეთებ ამას, მე ამ ადამიანებთან ერთად ჩამოვაყალიბეს ამას, მე ამ ადამიანებთან პოლიტიკური ინიციატივა და პასუხისმგებლობა უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილმა, უნდა გააკეთოს პოლიტიკური განაცხადი, თქვას რომ აი მე ვიქნები ამ წინააღმდეგობის პოლიტიკური ლიდერი, იმიტომ რომ დღემდე დარჩენილია მეხუთე პრეზიდენტის ასე ვთქვათ როლში, რომელიც არ არის საკმარისი. ხო შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ ყველაფერი? რა თქმა უნდა, პირდაპირ ვამბობ მაგას, რომ ანუ მარტო ქალბატონმა ზურაბიშვილმა არა, დანარჩენმა პოლიტიკურმა პარტიებმა, ხო? პოზიციის ცვლილებას არა, მე არ გულისხმობ იმათ, ვინც გადაწყვეტით იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ის 8 პარტია, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ არ უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, ეს არასწორი იქნება მორალურად და რაღაც უნდა გადავიყვანოთ წინააღმდეგობა ახალ ფაზაში. გადავიყვანოთ, გადაიყვანონ. აი რომ გადაიყვანენ ახალ ფაზაში, რომ დავინახავთ ამ ახალ ფაზას. აი მე შეიძლება დანარჩენებაც გადაიფიქრონ სხვა პარტიებმა. მაგრამ უკვე აი ამ მომავალში და ესეთ ლაპარაკი, მომავალში ლაპარაკი გადავიყვანოთ, შევცვალოთ, ან ქალბატონი პრეზიდენტის ლაპარაკი რომ გადასაყვანია, შესაძლელია, ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და უნდა გადაიყვანონ. ჩვენთან ერთად. აი მაშინ ყველაფერი შეიცვლება. დანარჩენი არის უბრალოდ მოწოდება, სიტყვები, მეტი არაფერი. ბატონო ანდრო, გავაგრძელებ აი ამ პასუხს, ხო, დანარჩენი არის უბრალოდ მოწოდება, სიტყვები და რეალური ქმედებები არის საჭირო, თქვა ბატონმა გიორგიმ, ანუ ეხლა რა მოცემულობა გვაქვს რეალურად, ხო? ოპოზიციის ნაწილი ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება, 8 ოპოზიციურმა პარტიამ ჩამოაყალიბა ერთობა, თუმცა ბუნდოვანია მათი სამოქმედო გეგმები და სალომე ზურაბიშვილი სულ სხვა ინიციატივით გამოდის, ამბობს, რომ არც ის და არც ის რაღაცა შუალედური მექანიზმი არის მოსაფიქრებელი. ეს ყველაფერი საჯარო განცხადებების დონეზე ხდება. აი რა არის ის პრობლემა, რომელიც მოდი ასე ვთქვათ, ამ პოლიტიკურ ჯგუფებს ერთმანეთთან მისასვლელ გზებს არ აძლევს და თუ მოხდება ისე, რომ ეს არჩევნებში მონაწილეობის მსურველები ისევ საკუთარი პოზიციის ერთგულები დარჩებიან, შესაძლებელია თუ არა, აი რაღაცა ალტერნატივა, ხო, პოლიტიკური ალტერნატივა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილისა და აი ამ 8 ოპოზიციური პარტიის საფუძველზე ჩამოყალიბდეს.
ისე რომ ერთმანეთი არ დააზიანონ. ცოტა რთული სქემაა, მაგრამ ნუ რა. ცოტა რთული საკითხია, ცოტა შეუსრულებელი მისია, მაგრამ მოდით გულახდილად გნებავთ დამკვირვებლის თვალით, გნებავთ ამომრჩევლის, უბრალოდ მოქალაქის თვალით რო ვთქვათ, დღესდღეობით ოპოზიციის მხრიდან ყოველ შემთხვევაში პოლიტიკური პროცესი საქართველოში არ მიმდინარეობს. ხელისუფლებაზე ბევრი გვაქვს ნასაუბრები, ამიტომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ შევეხები, მათი ერთადერთი მიზანი არის ხელისუფლების შენარჩუნება, მათ შორის ნათლად ჩანს, რომ ყველაფრის ფასად. მათ შორის საქართველოს სახელმწიფოს დესუვერენიზაციის ფასადაც. ხო, და ამას მოწმობს ევროპასთან ჩვენი ურთიერთობა, ამერიკასთან ჩვენი გაფუჭებული ურთიერთობა, ასე შემდეგ, მაგრამ რა ხდება აქეთ ფლანგზე? ეს არ ეხება წინააღმდეგობას, ეს არ ეხება მოქალაქეების პროტესტს. მოქალაქეები აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ და აკეთებენ შესანიშნავად, აკეთებენ და მხოლოდ მათ ხარჯზეა კიდევ ევროპა და ამერიკა საერთოდ აქეთ რომ იხედება. იმიტომ რომ სამი ადამიანის ურთიერთობაშიც შენ თუ არ იქცევ ყურადღებას და არ იმსახურებ ყურადღებას, არავის არ ცალია შენთვის ყურადღების მისაქცევად, მით უმეტეს მსოფლიო ლიდერებს ახლა. მაგრამ ოპოზიციის მხრიდან არანაირი პოლიტიკური პროცესი დღესდღეობით არ მიმდინარეობს, რაც ხელს შეუწყობდა აი ამ პროტესტის გარდაქმნას რაღაც პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას. ხო, კარგი გაგებით, რას გულისხმობ? თავისთავად ჩვენ ვებრძვით ახლა რაღაც ცნებებს და არ ვებრძვით შიგთავს, ვერ ვხედავთ საერთოდ შიგთავს. თავისთავად აღებული არც არჩევნებში მონაწილეობაა ცუდი და არც არჩევნების ბოიკოტი, თუ ამას ახლავს გარკვეული გეგმა, რას ვაკეთებთ. არჩევნებში მონაწილეობა, არჩევნები არის თუ არ ვცდები ოქტომბრის პირველ კვირაში, ხო ასე ხო? თუ არჩევნებში მონაწილეობას იღებ, მაშინ ახლა უკვე უნდა გქონდეს გახურებული არა საარჩევნო კამპანია და ბილბორდებზე სურათების გამოკრა, არამედ წნეხი რომ შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა, წნეხი რომ პოლიტპატიმრები იყვნენ გამოშვებული, წნეხი რომ თქვათ რაღაც მოხდეს, დარეგულირდეს სადღაც რაღაც ურთიერთობები. მე პოლიტიკოსი არ ვარ და შეიძლება ამ პუნქტებს არაკომპეტენტურად ვთვლი, მაგრამ ეს არის ის პრობლემები, რის გამოც საქართველოში არჩევნები არ ხერხდება, ხო? ვერ მოხერხდება საქართველოში არჩევნები, როცა საარჩევნო კომისია არის პოლიტიზირებული. არ იქნება არჩევნების ნდობა, როდესაც პოლიცია აკავებს მომიტინგეებს და არ აკავებს მოძალადეებს, რომლებმაც გუშინად ცემეს ვიღაცეები. არჩევნები ხო მარტო მათემატიკა არ არის, სადაც მართლა ესე იყოფა ხმები. არჩევნები როგორც არ უნდა პატიოსნად ჩატარდეს, თუ მის მიმართ არ არსებობს დიდი მასების ნდობა, ის არჩევნები ვერ ტარდება. ქვეყნის პოლიტიკურ დისკურსს არ გამოხატავს, ხო? ამ ხრივ ოპოზიციის მხრიდან აბსოლუტურად არანაირი მოქმედება არ მიმდინარეობს. მეორეს ხრივ ბოიკოტის მომხრეებიც. ბოიკოტი თვითმიზანი ხომ არ არის. ბოიკოტი შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თუ ვიცით, რომ ხელისუფლებას ჭირდება არჩევნები, მე არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას მანამ, სანამ შენ არ გააკეთებ ამას. მაგალითად არ გამოუშვებ მზია პირობითად ვამბობ. ერთ-ერთ პოლიტპატიმარს, რა თქმა უნდა, ასეთ საკითხებზე ერთის გამოტოვება და მეორის წინ წაწევა არ არის, მაგრამ ზოგადად რაიმე პოლიტიკური მოთხოვნა არსებობს. არსებობს მხოლოდ პროტესტი, რომელიც დასავლეთს აჩვენებს, რომ ხალხი არ ემორჩილება აი ამ კურსის შეცვლას, ვექტორის შეცვლას, სახელმწიფოს მიტაცებას, მაგრამ პოლიტიკური პროცესი როგორ უნდა განვითარდეს, რაში უნდა დაგვეხმაროს, მაგალითად დასავლეთი, რაზე წოლა უნდა განახორციელოს, ისედაც ამ გართულებულ პირობებში, ხო? ვინმე ითხოვს დამატებით საპარლამენტო არჩევნებს, შესაძლოა სადღაც რაღაც გაჟღერდა, მაგრამ აი ვითხოვ და ამის სანაცვლოდ ვაკეთებ ამას, ხო? თქვათ პროტესტს ამ ფორმით გამოვხატავ, თუ შენ ამაზე არ წამოყვევი, მაშინ მე თქვენ გადაცემაში არ მივიღებ მონაწილეობას, ხო? ესე უტრირებულად რო ვთქვათ, ხო? ასეთი რამ მე მაგალითად როგორც რიგითი ამომრჩეველი, როდესაც ვერ ვხედავ, მაშინ უფრო ნაკლები შანსია, რომ ამ არჩევნებს კონდეს რაღაცნაირი ისეთი გადამწყვეტი როლი და ჩვეულებრივ სტატისტიკას გააფორმებს ისევ იგივე საარჩევნო კომისია, იტყვის, რომ ამან მიიღო 60, იმან მიიღო 40, ნუ მოყვება რაღაც პროტესტი. რა პროტესტი უნდა მოყვეს? ახლა არჩევნების გაყალბებას, როდესაც ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელების დაპატიმრება ისე მოხდა, რომ მნიშვნელოვანი პროტესტი ვერ დაიგეგმა და არ მომხდარა. სპონტანური პროტესტის პარტიის აქტივს გულისხმობ ამ შემთხვევაში. არ გულისხმობ იმ მართლაც პატრიოტ გოგოებს და ბიჭებს, ქალებს და კაცებს, რომლებიც ყოველ დღე რუსთაველზე გადიან, ტელევიზიას და ამ შემდეგ. პარტიულ აქტივს გულისხმობ. პარტიის ლიდერი რომ დააკავეს სპონტანურად 500 კაცის პროტესტი როგორ არ გაჩნდა და როგორ ამან დისკომფორტი ეს რაზე მიუთითებს? ეს მიუთითებს იმაზე, რომ პარტიებს არ აქვთ პარტიული მუშაობა სწორად გაშლილი. მე შეიძლება დიდად არ გამოვდგებოდე ამ საკითხის სპეციალისტად, მაგრამ ასე ჩანს ეს ყველაფერი და ამ წუთას მთავრობის და ხელისუფლების დისკომფორტი მხოლოდ და მხოლოდ დაიყვანება დასავლეთის მხრიდან სანქციებზე. ეს არ არის უმნიშვნელო დისკომფორტი, მაგრამ
აქამდე დასავლეთის მიერ დაწესებული აბსოლუტურად ყველა სანქცია გახლდათ წმინდა ემოციური დატვისთვის. მე შენთან აღარ პარტნიორობ, შენ უვიზოთ ევროპაში ვერ ჩამოხვალ, ხო, დიპლომატიური პასპორტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გარდა იმ ფინანსური სანქციებისა, რომელიც ზოგიერთ მაღალჩინოსანს დაუწესდა. ამის იქეთ ევროპაც და შეერთებული შტატებიც დაიწყებენ სანქციებს, რომელიც აუცილებლად ძალიან ცუდად აისახება მათ შორის ქართულ ხალხსაც, იმიტომ რომ SWIFT-დან ჩახსნა, იგივე იქ ასოცირების ხელშეკრულების მუხლების, ეს ასე არ არის, რომ თავრობას შეეხება და ხალხს არ შეეხება, უვიზო რეჟიმი და ასე შემდეგ და პასუხისგებლობა ხელისუფლებას სწორედ ამაზე უნდა დააკისრონ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომ აქამდე მივიდა საქმე, თორე 25-ში დაწესებენ ისინი სანქციას 26-ში თუ 27-ში თარიღს გულისხმობ და არა წელიწადს, ხო, თქვა 25 ივლისს, თქვა თუ 26 აგვისტოს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. აქამდე რომ მიდის გარჩევა უკვე ევროპარლამენტში, ახლა საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან, ხო? კი ბატონო, კონსენსუსს ამათ იმედი აქვს, რომ კონსენსუსს ვერ მიაღწევენ თქვა თი კონკრეტი და ბლოკავს კიდევ ვიღაცები, მაგრამ ამის გარჩევა რომ ხდება ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ეს ხომ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ყოველგვარი პოზიტიური ველი ევროპასთან ურთიერთობის არსებობს. იგივე არსებობს შეერთებულ შტატებთან ელჩის ინტერვიუ იყო ძალიან საინტერესო, გახსნილი ტექსტით ვიტყოდი, არა ნეგატიურ ჭრილში, არა დიპლომატიური საუბრითაც კი, ხო, აბსოლუტურად გახსნილი საუბრით, რა მდგომარეობაშია საქართველოს შეერთებული შტატების ურთიერთობები. ამაზე ხელისუფლებას არავინ პასუხისგებლობას არ აკისრებს, გულისხმობ პოლიტიკურ პასუხისგებლობას და რაღაცის მოლოდინშია ყველა, რომ რაღაც ისეთი სასწაული მოხდება, რომ ან ბიძინა ივანიშვილი თვითონ გადააყენებს ხელისუფლებას და რომ გადააყენოს ვის მოიყვანს დანიშნავს ისევ მისთვის მისაღებს, იმ წუთას სიტუაციურად მისაღებს, ან არა და რაღაც სადღაც ისეთი მოხდება, რომ ეს ხალხი გაგიჟდება და რაღაცას გააკეთებს. ასე პოლიტიკური პროცესები კარგისკენ არასდროს არ წავა. უკეთეს შემთხვევაში, ოღონდ ეს უკეთეს შემთხვევა იქნება ძალიან ცუდი, მოხდება ძალიან მძიმე შეტაკება და ძალიან მძიმე, ასე ვთქვათ, პროცესები განვითარდება საქართველოში. ბატონო გიორგი, აი თქვენთაც მინდოდა მეკითხა და ბატონმა ანდრომ სწორედ ამ მიმართულებით წაიყვანა საუბარი. ფაქტია, რომ ქართული ოცნება, აი არ ვიცი, რამდენი უკიდურესად კრიტიკული განცხადება უნდა გაკეთდეს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. რამდენი დოკუმენტი შეიძლება იქნას მიღებული, აი ყველაფერს ძალიან აუფასურებს, ხო? აბაიბურებს და თითქოს ისე ჩანს, რომ არაფერზე რეაგირებას კომპრომისის შემხედრი ნაბიჯების თვალსაზრისით გულისხმობ, არ გეგმავს და არ აპირებს. თუმცა მეორეს მხრივ ხედავთ, რომ თვითონ ქართულ ოცნებაში გუნდის შიგნით არის ძალიან ისეთი მრავალმხრივი პროცესები დაწყებული. გვესმის მოსაზრება იმის შესახებ, რომ შესაძლებელია კორუფციის ბრალდებით დაკავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, მათ შორის საკმაოდ მაღალი რანგის ყოფილი ჩინოსნების ვიხილოთ კორუფციის ბრალდებით გისოსებს მიღმა. არის ვერსია, რომ შესაძლებელია ამით ქართულმა ოცნებამ ქულების დაწერა სცადოს, თუნდაც ან პოლიტიკურ ვაჭრობაში შევიდეს. არ ვიცი, ვისთან, მეც შეკითხვა მიჩნდება საერთაშორისო პარტნიორებთან, ანუ თუნდაც აი იმ ასე ვთქვათ სარჩულით, რომ ნახე თანამდებობიდან გავუში ყველა ძალოვან უწყებაში, ვინც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა, თუმცა ესეც რაღაცა ალოგიკურად მიმაჩნია. შესაძლებელი არის ქულების დაწერის მცდელობა თვითონ ქვეყნის შიგნით მოსახლეობასთან, რომ კორუფციონერს და დამნაშავეს და ბიუჯეტი ჭამიას არც ჩემი გუნდის შიგნით არ ვინდობ. აი არ ვიცი რა მოვლენების განვითარების რომელი სცენარი მიგაჩნიათ ყველაზე უფრო რეალისტურად მოცემული ვითარებიდან გამომდინარე. კეთილი, მაშინ მე ეს ორი კითხვა იყო, როგორც მივხვდი რა, ერთი საერთაშორისო, ასე ვთქვათ, ურთიერთობებს ეხებოდა, რა მდგომარეობაშია დღეს ქართული ოცნება, როდესაც რეზოლუციაზე იღებენ განცხადებებიდან უკვე გადადიან მოქმედებებზე და ქართული ოცნება ვითომ არაფერი ხდება. ხო და ახლობით აი ამ პოზაშია და პირიქით ვიღაცებს დასცინიან და რაღაც არასერიოზულ კომენტარებს აკეთებენ, ხო? მე მგონია, რომ ივანიშვილის რეჟიმმა თავი ისეთ მდგომარეობაში შეიყვანა,
რომ მას დასავლეთში საერთოდ პარტნიორები აღარ ყავს რამოდენიმე ადამიანისა. და იმ რამოდენიმე ადამიანის შემთხვევაშიც ეს პარტნიორობა კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება, აქაც უკვე კითხვის ნიშნები არის. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა განცხადებები თუ რეზოლუციები მიიღონ ევროპარლამენტში იქნება თუ შტატებში იქნება მეგობარი აქტი ალბათ მალე იქნება, ეს ქართული ოცნების ქცევას ვერ შეცვლის და არ შეცვლის. ქართული ოცნება ამის გამო ქცევას არ შეიცვლის. ასე ვთქვათ, მოდი ესე შევხედოთ რა, როდესაც უიმედო ავადმყოფის მდგომარეობაშია. იმას რა, გინდა წამალი გაუკეთე, გინდა რაღაც აღარაფერი აღარ ეშველება. ის მიდის ახლა დასასრულისკენ, ჩემი აზრით, და ამ დასასრულისკენ სვლაში დააზიანებს ყველას, ვისაც მოახერხებს ოღონდ საკუთარი სიცოცხლე გადაირჩინოს რაღაც პერიოდის განმავლობაში, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რომ ეს ყველაფერი კარგად არ დამთავრდება, აქ უკვე ითქვა ამაზე და კიდევ ერთხელ მგონი უბრალოდ დროის საკითხია ის, რომ საქართველოს შეუწყდება ყველა ის დახმარება თუ სასიცოცხლო, ასე ვთქვათ, ანუ აი სასუნთქი საშუალებები, აი როდის აღშფოთდება ამ ყველაფრის ფონზე. ოპოზიციას დავი დავანებოთ, ანუ ამას ელოდება რა, ანუ ამას იწევს ქართული ოცნება და ეს ხდება. ოპოზიციას არანაირი ბერკეტი არ აქვს ეხლა რომ გააჩეროს მაგალითად რაღაცეები, რაც დასავლეთიდან საქართველოს მიმართებაში ხდება. ანუ ეს არ დაიჯეროთ, რომ ეხლა ვინმე წავა იქ ბრიუსელში და შეეხვეწება, რომ თქვენ ჭირმეთ იქნება ეხლა არ და უივზო არ გააჩეროთ, იქნება ასოცირების ხელშეკრულება არ შეწყვიტოთ და ისინი დაუჯერებენ. ისინი ქვეყნის დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს იღებენ და არ წყვეტენ საერთაშორისო პარტნიორებს, რაც შეიძლება კაცები და ხისტები იყვნენ. ქართული ოცნება არ ტოვებს სხვა შესაძლებლობას ჩვენი დასავლელი ყოფილი პარტნიორებისთვის, იმიტომ რომ დღეს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას პარტნიორები აღარ ყავს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც არ უნდა თქვას, ან მიიღოს, ან გააკეთოს ამ ეტაპისთვის ბრიუსელმა, ვაშინგტონმა, ლონდონმა თუ და ასე შემდეგ, ეს იმ ტრაექტორიაზე ვეღარ შეცვლის, რა ტრაექტორიაზეც მოძრაობს ქართული ოცნება. ეს არის ტრაექტორია სიკვდილისკენ. ანუ არაფერი აღარ ეშვება. ეხლა შემდეგი ამბავ, მეორე საკითხი, რატო ხდება ის, რომ რაღაც ვიღაცებს კორუფციაში ბრალსდებენ და მე აკავებენ ოღონდ სხვა ადამიანები, რომლებიც მართლა კორუფციაში არიან გარეული, იმათ არავინ ეხება, ის ადამიანები, რომლებიც 3 თვის წინ განსაკუთრებულად პატივისცემითა და ყურადღებით სარგებლობდნენ ივანიშვილის კარზე იქნებოდა ეს თუ რაღაცა მაღალჩინოსნები, ხო, დღეს საავადმყოფოში მკურნალობენ, ხო? ანუ აჭარის პრინცი, ადამიანი, რომელიც რა ვიცი, ნომერი პირველი ადამიანი იყო და ასე შემდეგ, მაგ სივრცეში გავარკვიეთ თურმე, რომ რაღაც 450 კილომეტრი გაუვლია იმისთვის, რომ მე ახვლედიანის სახლში თავი მოეკლა. ხო, ნუ წარმოუდგენელი ამბავია, ხო, ვინ დაიჯერებს მაგას, ხო? ანუ იგივე გიორგი რამიშვილი, რომელიც მულტიმილიონერი, პარიზში მიდიოდა იარაღით, რომელიც ედო იმაში, რა ქვია, ზურგჩანთაში თუ იმაში, ხელბარგში. ხელბარგში. ზურგჩანთაში კიდე უფრო მძიმე ასე ვთქვათ. ესე იგი, ანუ რასაკეთებდა ადამიანი, რომელიც ასეთი გამოცდილია და საერთოდ იარაღთან დამოკიდებულებაშიც არ არის უცხოე ადამიანი, შესაბამისად, თვითფრინავში ადიოდა იარაღით. ხო, ამას ამბობს სრული აბსურდია და დაუჯერებელი და წარმოუდგენელი, მაგრამ ნუ არის ვერსია, რომლის თანახმადაც და მისი ადვოკატიც აღღერებს ამ ვერსიას, რომ უბრალოდ რაღაცა დაუდევრობას ქონდა ადგილი, ხო, შეეშალა სხვა ჩანთა წამოიღო, სხვა ჩანთის მაგევრად. ანუ რას ვამბობ, რომ ეს ყველაფერი იმიტომ კი არ ხდება, რომ ეს ადამიანები ვისაც ახლა იჭერენ, ან ავიწროვებენ, ან სიკვდილამდე მიყავთ სუდები გახდნენ და ადრე კარგები იყვნენ. არა. ანუ აქ ეს არის ჩვეულებრივი მაფიოზური გარჩევა, ძალაუფლების გადანაწილება, როდესაც ანუ ამ შემთხვევაში ივანიშვილი გადავიდა, ასე ვთქვათ, დიქტატურის ახალ ფაზაში და ამ ფაზაში მას სხვანაირად უნდა რომ მოწყობილი კონდეს ეს თავისი რაღაცა სივრცე.
შესაბამისად, აი ამ ახალ მოწყობას ეწირებიან ეს ადამიანები და მე მინდა სხვებს უთხრა. სხვებით შეეწირებიან ამ ყველაფერს, როდესაც ის გადაწყვეტს, რომ დიქტატურის შემდეგ ფაზაში გადავიდეს. კი ბატონო, ანუ კიდევ ერთად არ გავაჩერეთ ეს ყველაფერი, ხო? პირველ, ანუ სხვერპლი მარტო აქეთ მხარეს კი არ იქნება ოპოზიციის მხარეს ან თავისუფალი მედიის ან საზოგადოების მხარეს. არა, იქით ოცნების მხარესაც იქნება. და შესაბამისად, ოცნების მხარემ უნდა დაიწყოს იმის გაანალიზება, რომ დროზე უნდა შეაჩეროს აი ეს რაღაც მატარებელი, რომელიც ძალიან დიდი სისწრაფით მიდის კატასტროფისკენ, ოღონდ მარტო საკუთარ თავს კი არ დაუყავს, მთელ ქვეყანას დაუყავს. კი ბატონო, აი სულ რამდენიმე წუთს ვითხოვ საეთეროსგან და პროდიუსერისგან. ბატონო ანდრე, როგორ შემიძლია ხა ეთერიდან ისე გაგიშვათ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით შეკითხვა არ დაგისვათ, ხო? დღეს ნახეთ, რომ თორნიკე რიჟვაძე წუხელ ღამე გადაუყვანიათ სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში, სამკურნალოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ მიდისო, გვითხრეს ექიმებმა და მეორე საქმე არის ბიზნესმენ გიორგი რამიშულთან იგივე ზარალასთან დაკავშირებული кейსი. აი თქვენ როგორც უსაფრთხოების ექსპერტს ახლა აღარ ჩამოვყვები გარემოები, მე მგონი ყოველთვის უკვე ცნობილია. ძირითადი სამი შეკითხვა, რომელიც ერთ საქმესთან და მეორე საქმესთან დაკავშირებით გიჩნდებათ. დაწყებული წერილიდან დამთავრებული იარაღი თუ кейსში ინახება არის თუ არა ეს ერთგვარი გაუფრთხილებლობა იარაღთან დაკავშირებით მისი მეპატრონის და ასევე რამდენად აი წარმოგიდგენიათ როგორც უსაფრთხოების ექსპერტს, რომ რაღაცა ჩანთ არ გადაამოწმო და ისე გადაწყვიტო აეროპორტში დეტექტო სკანერი გაიარო. სპეკულაცია რომ არ გამოგვივიდეს, პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით, რიჟვაძესთან დაკავშირებით, ძალიან მარტივად გადახედეთ კორლეონეების საგას და ერთ-ერთზე არის ზუსტად. ეს არის მაფიოზური კლანური გარჩევა, ჩვეულებრივ თავის საავადმყოფოდან გაყვანით და გადამალვით, რომ არ მოხდეს მასზე შურისძიება. სავალალო ის არის უბრალოდ, რომ აი იქ იმ კორლეონეების საგაში ფილმში რაც არის, ეს ამერიკამ გადაიტანა 30-იან 40-იან წლებში და ის არ იყო სახელმწიფო დონეზე აყვანილი იქ მაშინაც. და ეხლა ჩვენთან სახელმწიფო საჯარო მოხელეებმა სადღაც რაღაც სუფრაზე ჰქონდათ ის საუბარი, რომლის შედეგადაც ერთი გავიდა, მეორის იარაღი აიღო, გაისროლა, თუ დაუჯერებთ იმას, რაც ამ წუთას ვიცით და დაუშვათ და არაფერი არ ყოფილა. შემდგომ ეს ადამიანი აღმოჩნდა რაღაც დაწერილი წერილით საავადმყოფოში და როდესაც გამოჯანმრთელების გზას დაადგა, ჩვენ საყვავებულ ჯანდაცვაში და უსაფრთხოების სისტემაში არ ენდო არ ჯანდაცვის სისტემას, არც უსაფრთხოების სისტემას და სავსებით მართვადი დიაგნოზით სხვა ქვეყანაში გადავიდა. თქვენ წარმოგიდგენიათ, თქვენ ჩვენ ჯანდაცვის სისტემაში ღმერთმა არ მოგახვედროთ ან უსაფრთხოების სისტემაში რამდენად დაუცველი ხართ, როდესაც ადამიანი, რომელთაც გადამდგარი პრემიერ-მინისტრი მიდის, მოქმედი პრემიერ-მინისტრი მიდის, პარლამენტის წევრები მიდიან, ისიც კი არ ენდო ჩვენ ან ჯანდაცვის სისტემას, რომ ვერ განკურნავდნენ, ან უსაფრთხოების სისტემას, რომ ვერ დაიცავდნენ და საავადმყოფოში მსხვერპლი გახდებოდა, ხო? ამ ფონზე მთავრობა ახლა იქნებოდა გადამდგარი, ნორმალურ სახელმწიფოში რო ცხოვრობთ. ჩემი ორი ხელქვეითი რო ერთმანეთს იარაღით დაუპირისპირდნენ, მე გადავდგები აუცილებლად, მით უმეტეს მე არა ვარ არჩეული, ხო? არჩეული ადამიანი ამაზე პასუხისგებლობას ვერ ახრედიანი როგორც ვიცი, მას შეუწყდა ხო უფლებამოსილება. შეუწყდა უფლებამოსილება, მაგრამ მოხდა ყველაფერი ის, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ხო? მართლა ხუმრობა ხო არ არის, კაცო, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა-საბჭოს თავმჯდომარე რაღაც გარჩევის შედეგად თვითმკვლელობით ცდილობს საკუთარი სიცოცხლის დასრულებას. რაღაც არა, თან წერილს ტოვებს და პრემიერ-მინისტრს და პარტიის თავმჯდომარეს საპატიოს თხოვს, რომ ჩემი ოჯახი დაიცავიო, ოჯახს იცავს პოლიცია, საპატიო თავმჯდომარე. ანუ რა სახელმწიფოში ვარ? ეს ხო ინსაიდერია. მე შეიძლება წარმოდგენა მქონდეს და ვაბრალებდე, რომ მაფიოზური ეს ხო ინსაიდერია, მან ხომ კარგად იცის. და ადამიანმა, რომელმაც კარგად იცის შიდა მიმდინარეობები და სიკვდილის წინ ძალიან გულახდილია ხოლმე ადამიანი, აი ამ გულახდილობის მომენტში წერს, რომ შენ გთხოვო, ჩემი ოჯახი დაიცავიო. ეს ჩვენ სად ვართ? ამას თქო, ნახეთ ის ფილმი კიდევ ერთხელ, შეიძლება ამ თვალით არ გინახავთ და ზუსტად არის ერთ-ერთზე, ხო? ციხეში ჰეიგენის შესვლა და დარწმუნება, როგორ უნდა მოიკლა თავი და სამაგიეროდ შენ ოჯახს დავიცავე. ზარალას საქმესთან დაკავშირებით ვიქნები ორიგინალური და ვიტყვი, რომ ჯერა ზარალას ვერსიის. ადამიანს, რომელიც ძალიან საჭიროებს დაცვას, პატარა იარაღი ყოველთვის თან აქვს და ჩანთაერეოდა. ასე მჯერა. შეიძლება სხვა რაღაც იყოს. სამწუხარო ის არის, რომ ნებისმიერი ოფიციალური განცხადება, რომელიც სახელმწიფოდან მომდინარეობს, არ აღიქმება
სანდოთ. აი ეს მაწუხებს ყველაზე მეტად. ჯერა რომ პატარა იარაღი უკანასკნელი დაცვისას სამხედრო წარსულის მქონე ადამიანებში არის ბოლო გასროლის. მადლობა. ანდრე გოცირიძე, უსაფრთხოების სპეციალისტი, გიორგი რუხაძე, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლები იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. სულ ეს იყო ამ დროისთვის. გადაცემა 360 გრადუსი ეთერში დაბრუნდება პარასკევს. მე და თქვენ ხვალ შევხვდებით ეთერში პარიტრენიუსზე 13 საათზე ბიზნესის და ეკონომიკურ თემებზე ვისაუბრებთ.